დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მე ვილაპარაკებ ვაჟა-ფშაველაზე და ვილაპარაკებ რამდენიმე კაცზე, რომელსაც წარმოადგენდა ვაჟა-ფშაველა. ამ სიტყვების უკან ჩემი აზრით რამდენიმე ადამიანი იმალება, თუმცა თქვენ ყველა ხვდებით, რომ ყველას ამ მათგანს აქვს ერთი ბიოგრაფია, დაბადებული 1860 წელს, გარდაცვლილი 1860 წელს, გარდაცვლილი 1915 წელს. რა თქმა უნდა, თქვენ იცით, რომ ეს კაცი იყო ვაჟა-ფშაველა, ლუკა რაზიკაშვილი, მაგრამ თუ დაუბრუნდებით არც ისე შორეულ წარსულში და წარმოვიდგენთ, რომ სკოლაში ვართ და რაღაცას გვასწავლიან, გაგვახსენდება, რომ ქართულის მასწავლებლები ჯიუტად არტვევდნენ რისი სიმბოლო ან ალეგორია იყო ვაჟა-ფშაველას არწივი. ეს იმდენად მნიშვნელოვანი რამ იყო, რომ ქართულ მხატვრულ სივრცეშიც კი აისახა და ერთ-ერთ ქართულ ფილმში არის ამაზე საუბარი და ეს გონება מחვილური პასუხები მოდის ბავშვებისგან. რისი სიმბოლო არის არწივი, ამას თუ გავარკვევთ, იმასაც გავარკვევთ, რისი სიმბოლო არის ვაჟა-ფშაველა. ეს მჭირდება იმისთვის, რომ გითხრათ, რომ ჩვენ დღეს ვილაპარაკებთ ერთ-ერთ ჰიპოსტაზზე ამ კაცისა, არა იმაზე, რომელსაც ყველანი კარგად ვიცნობთ, არამედ იმაზე, რომელზეც გვაქვს წარმოდგენა, მაგრამ რატომღაც ჯიუტად არ გვინდა გავიცნობთ, ასე ვთქვათ, უცნობ ვაჟა-ფშაველაზე, რომელიც როგორც მე გაირკვევა, არც ისე უცნობია. არწივი ამტკიცებდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები, დიდი რაოდენობა მათი, არწივი არის საქართველოს სიმბოლო. იმიტომ რომ საქართველო არის გაჭირვებული, მაგრამ იგი არ არის უბრალოდ ჩიტი, არამედ იგი არის არწივი, გასაგებია, წარსული დიდების მქონე, მაგრამ ამჟამად დაჭრილი, მაგრამ დადგება დრო, გამოდგება ფეხზე და ასე შემდეგ, გასაგებია. მასწავლებლის აზრი გასაგებია, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები და მე სულ ასეთებით ვიყავი გარშემორტყმული, დედაჩემი, ჩემი მეუღლე, ჩემი ქალიშვილი, მე თვითონ და ასე შემდეგ. ჩვენ ქართულის მასწავლებლები ვიყავით, ვართ და ვიქნებით და საერთოდ მე ქართველი არ ვიცი, ვინც მასწავლებელი არ არის, თავისი არსით. ამაზე მე შეიძლება ცალკე გავაკეთოთ შენიშვნა, იმიტომ რომ ჩეხოვმა თქვა, რომ ყველა მასწავლებელი სულელია, ანუ ყველა ვინც სულელია მასწავლებლობს და ზოგიერთს გონია, რომ ამის გამო ჩვენ უნდა შევწყვიტოთ მასწავლებლობა, არ არის მართალი. ქართველები აი ასეთი გიჟვრაცუები ვართ, ვიყვარს მასწავლებლობა. ერთი სიტყვით, მასწავლებლები ამბობდნენ, რომ ესაა სიმბოლო. ოღონდ ესაა ერთი რამის სიმბოლო, საქართველოს სიმბოლო. ბავშვები უწევდნენ წინააღმდეგობას და ამბობდნენ, რომ არა, ეს არის პოეტის სიმბოლო, ეს თვითონ ვაჟა-ფშაველა. ან თვითონ და მე ირკვეოდა ნელ-ნელა ის ჭეშმარიტება, რომელიც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, სიმბოლო განმარტებით ეწოდება ისეთ მხატვრულ სახეს, რომელიც უდრის ნებისმიერ რამეს პლუს საკუთარი თავი. ანუ სიმბოლო არის მიმართება აუდრის ყველაფერს, მათ შორის აუდრის ას. ესაა სიმბოლო. ანუ არწივი არის საქართველო, არწივი არის ნაციონალური მოძრაობა დღეს. არწივი არის ქართული ოცნება ხვალ და ასე შემდეგ. არწივი ყველაფრის სიმბოლო, რაც კი გაგიხარდებათ, მაგრამ ამავე დროს არწივი არის არწივიც. თვითონ ის ფრინველი, რომელიც ვაჟა-ფშაველმა მართლა ნახა, აი ესეთ ძიმე მდგომარეობაში და ეს ლექსი დაწერა. ანუ ჩვენ განმარტეთ სიმბოლო. ძალიან მარტივი ამბავია. სიმბოლო არის ისეთი ნიშანი, რომელიც ყველაფერს უდრის, რასაც შიგ ჩადებთ. პლუს უდრის საკუთარ თავსაც. ანუ არწივი არის არწივი. თუ ლექსში არის მდინარე, ის არის ყველაფერი, დრო, სიყვარული, რაც გნობს, მაგრამ მდინარეც. ბარათაშვილის არაგვი არის არაგვი, რომელიც მოედინება და ასევე საქართველოს ისტორია, ასევე მისი წარსული, მისი მომავალი და ასე შემდეგ. ეს ძალიან მარტივი რამ არის, რომელშიც იოლად ვერკვევით, როდესაც ერთმანეთს უპირისპირებთ სიმბოლოს და ალეგორიას. ალეგორია მოგეხსენებათ არის შეფარდება აუდრის ბეს. დაახლოებით ასეთი. ანუ მე ვამბობ, რომ ეს არის ჯოჯოხეთის მეცხრე წრე და თქვენ ამბობთ, რომ მე ვიცი ეს რაც არის, ეს არის ჩემი სამსახური, რაც უფრო უახლოვდებით, უფრო გაცრდება ვითარება და რაც უფრო შორდებით, ნაკლებად გაცრე ან სხვა. თქვენ ყოველთვის იცით პასუხები კითხვებზე, რომელსაც საკუთარ თავს უსვამთ. სინამდვილეში ალეგორია არის ჩვენს ლიტერატურაშიც იყო, მარტივი პოეტებიც ყავდნენ, რთული პოეტებიც ყავდნენ. ჩვენ დიდარი პოეტური წარსულის ქვეყანა ვართ და მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავი და დიდებული პოეტია აკაკი წერეთელი, სიმარტივე ძალიან იტაცებდა ხოლმე მას
და სხვა შორის ამით პოეზია მან როგორც იქნა ქართულ ენაში დაამკვიდრა შიგ ენაში რუსთაველის მერე აი ეს ენიდან გაქცეული იყო პოეზია და ჩვენი ყველაზე გენიალური ლირიკოსი პოეტი საერთოდ გაუგებარ ენაზე წერდა რის გამოც გახდა ბარათაშვილის გულს გახდა ელიტარული და დღევანდელ საქართველოში 100-დან 1 კაცი თუ მოიძებნება რომ აღიარებს მას პოეტად და 1000-დან 1 აღიარებს დიდ პოეტად და არ ვიცი რამდენი 1000-დან 1-მა იცის მართლა რას ნიშნავს მისი სიდიდე და სიდიადე. ყოველ შემთხვევაში ქართველებმა გამოკითხვის დროს 50 დიდებულ ქართველში არ შეიყვანეს ნიკოლოზ ბარათაშვილი. ეს ისე რომ იცოდეთ რომ არავითარი ილუზიები ჩვენს წარმოდგენებთან დაკავშირებით არ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ელიტაა და საერთო სახალხო სიყვარულის საგანი რომ არ არის ზოგიერთი პოეტი ეს ჩვენთვის ცნობილი. ვაჟა-ფშაველამ იხმარა სიმბოლო, აკაკი წერეთელმა იხმარა ალეგორია. მან დაწერა შესანიშნავი ალეგორიული ნაწარმოები ღამურა. სადაც ღამურა უდრის ცუდ ადამიანს, რომელიც თავისი სამშობლოდან გარბის და მე არ ვიცი დღევანდელი უფლებადამცველები რამდენად მიესალმებიან ამ ინტერპრეტაციას, იმიტომ ადამიანს აქვს უფლება აირჩიოს სამშობლო. აკაკი წერეთელი ცუდად გახდებოდა რო გაეგო რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაზე გაქვს ხელი მოწერილი, რომელმაც გააუქმა ეს ნაწარმოები როგორც ჭკვიანური ნაწარმოები, გააუქმა უბრალოდ იდეურად გააუქმა, ისე კარგი არა თქმა უნდა და ყველას გვესმის ჩვენურად რომ ადამიანი თავის წიაღიდან გაქცევას რო აპირებს, ის ვერ გაიქცევა მაინდა-მაინც შორს. მამარდაშვილმა თქვა, შენ ვერ გაიქცევი სამყაროდან, მაგრამ შენ შეგიძლია სამყაროს კიდეში დაიყენო თავი. ღამურაც ეს არის, ვერ გაიქცევ საქართველოსდან, მაგრამ შეგიძლია კიდეში დადგე კუთხეში. თუ არ დადგები, დაგაყენებენ. იმის თქმა მინდა, რომ ვაჟა-ფშაველასგან განსხვავებით, რომელიც სიმბოლოებით აზროვნებდა, ჩვენს პოეზიაში იყო ერთ-ერთი აზროვნებაც, მათ შორის აზროვნება ალეგორიებით. ალეგორია ცუდი არ არის. ალეგორია რო ცუდი ყოფილიყო და დაბალი დონე რო ყოფილიყო, რა თქმა უნდა, დანტე არ მიმართავდა რთულ ალეგორიებს თავის პოემაში. გასაგებია რომ ჩვენ აქ არ ვამბობთ რომ ვაჟა იმიტომაა უფრო მაგარი აკაკიზე რომ ის ერთი ხმარობდა სიმბოლოებს და მეორე ალეგორიებს. მაგრამ პირველი ნაწილი მაინც მართალია. ამ გამონათქვამის დიახ ვაჟა არის აკაკიზე მაგარი თან ბევრად. და ეს არის კერძო აზრი, კერძო პირის, ჩემი აზრი. რა თქმა უნდა, ახლა მე ამ აზრის გამოთქმის დროს იმერეთის სოფლებში ფრთხილად ვიქნებოდი, იმიტომ რომ და საერთოდ საქართველოში სიფრთხილეს თავი არ ტკივა, მაგრამ ნებამბოძეთ გითხრათ, რომ ვაჟა-ფშაველა იმდენად დაშორდა ამ საკითხებს, რაზეც ახლა ჩვენ ვშელოთ, რომ მე რაც მაქვს სათქმელი, თუ ის მართალია, რა თქმა უნდა, ვაჟა-ფშაველა იმსახურებს გაცილებით მეტ ყურადღებას, ვიდრე თუნდაც ბევრს რო გონია გენიალური ნაწარმოები, მაგალითად რომ მასწავლებელმა თავი უნდა მოიკლას, როცა მოსწავლე არ გაამართლეს და თქვენს წინაშე არის უზრდელი და ტუტუცი ადამიანი, რომელმაც მრავალჯერ არ მოიკლა თავი, იმიტომ რომ ჩემი მოსწავლეების დიდმა თელმა არმიამ იმდენი დააშავა, რომ მე თავი უნდა მომეკლა, ну ცოტა წელიწადში ერთხელ მაინც. ჩემს მოსწავლეებში რათა უნდა ვისპირები იყვნენ, არ ჩამოვთვლი, მაგრამ წარმოედგინეთ, რომ უმაღლესი მეორე, მესამე თანამდებობები და ყველგან გავამართლე მე, ანუ არ გავამართლე როგორც მასწავლებელი. მე არ მიმაჩნია სწორად, რომ თავი უნდა მოვიკლათ მოსწავლის გამო. მაგრამ მე ამავე დროს ძალიან მიამაყება თუ ჩემი მოსწავლეები რამე წარმოადგენენ ახლა ეს დასამალავი ამბავი არ არის. ერთი სიტყვით, თქვენ იცით ამ ორ კაცს შორის მოხდა პაექრობა და საქართველოს ისტორიაში იყო შესანიშნავი მომენტი, როცა შესანიშნავმა ქართველმა დეკლამატორმა და მსახიობმა გადაწყვიტა მამაშვილურად მოერიგებინა ეს საკითხი. და წაიკითხა ერთი ლექსიც, მეორე ლექსიც, წაიკითხა ენას გიწუნებ და წაიკითხა რომ ნუ შეგაშინებ და რაღაცნაირად უნდა ამათი შერიგება. ეს არის ყველაზე ღრმა ქართული იდეა. შევარიგოთ ვაჟა-ფშაველა და აკაკი წერეთელი. შევარიგოთ ილია ჭავჭავაძე და ქართული რესპუბლიკა 18-21 წლების. შეუძლებელი რამ არის. იმ რესპუბლიკამ ყოველ შემთხვევაში მისმა მმართველებმა ილია ჭავჭავაძე სასიკვდილოდ გაიმეტეს და დაგეგმეს და მოკლეს. და ნოე ჟორდანია ამ მკვლელობის თუ ორგანიზატორი არა, იდეური და სულიერი მამა მაინც არის. მაგრამ ხო ხედავთ, ჩვენ გვინდა რომ შევარიგოთ. ჩვენ გვაქვს ძეგლი, სადაც ილია და აკაკი დგანან ერთად. მაგრამ ვერასოდეს ვერ დგამთ ძეგლს, სადაც აკაკი და ვაჟა-ფშაველა დგანან ერთად, იმიტომ რომ მათ დააფიქსირეს ერთმანეთის მიუღებლობა.
და მე სწორედ იმ ვაჟა-ფშაველაზე მინდა ვილაპარაკო, რომელიც არ მიიღო და ვერ მიიღო აკაკი წერეთელმა. მე არ გავექცევი ამ პრობლემას, რომელი არის ის ვაჟა-ფშაველა. ვაჟა-ფშაველაც არის სიმბოლო და ის აღნიშნავს ბევრ რამეს. პირველი, ის აღნიშნავს საკუთრივ ადამიანს, რომელსაც ერქვა ლუკა რაზიკაშვილი. ის აღნიშნავს ვაჟა-ფშაველას, რომელიც არის ავტორი იმ ლექსებისა, რომელსაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ. ის აღნიშნავს იმ ვაჟა-ფშაველას, ეს კიდევ სხვა არის, რომელიც ბუნების მესაიდუმლო და ლამის მწვანეთა პარტიის წევრად არის დახატული, რომელსაც ჩვენ ასევე კარგად ვიცნობთ, თანაუგრძნობთ. ყოველ შემთხვევაში შლის ნუკრის ნაამბობის ავტორი არის. ის არის ვაჟა-ფშაველა, რომელიც ფლობს თავანკარა ქართულ ენას პროზაში, საიდანაც ირკვევა, რომ ქართული თურმე კარგად ცოდნია. ამავე დროს ისაა ვაჟა-ფშაველა, რომელიც წერს ძალიან უცნაურ დიალექტზე, რომელიც თუ შეისწავლით სადმე აღმოჩნდება, რომ არანაირი დიალექტიც არა, ეგეთ დიალექტი არ არსებობს. ეს არის ეგრეთ წოდებული ვაჟა-ფშაველას ენა, რომელიც ზოგიერთ გონია ფშაური დიალექტი. მაგრამ მე ირკვევა, რომ არა. ამ ფშაური დიალექტიც არ არის, ის არის ასეთი ენა არსებობს ხოლმე, მაგალითად ჰომეროსის ენა, რომელიც არ არის არც ერთი დიალექტი, მაგრამ არის ჰომეროსის. აქ თუ ვინმე ბერძნული იცის, ერთი სიტყვით შემიძლია აღნიშნო ჰომეროსის დიალექტი, არის გენეტივის ფორმა ანთროპოიო. როცა უნდა იყოს ანთროპო. ოიოთი თუ ესე იგი, იმ კაცმა მოიფიქრა, თავისი ენა შექმნა. ვაჟა-ფშაველამაც ესე შემოგვაპარა თავის საკუთარ ენა. და გარდა ამისა, ვაჟა-ფშაველა არის ალუდა ქეთელაურის ავტორი, რომელი ვაჟა-ფშაველა არ მიიღო აკაკი წერეთელმა. ის ვაჟა-ფშაველა, რომელიც უცნაურ ენაზე წერდა. ენას გიწუნებ ფშაველა. და რა იყო აქ დასაწუნი რა ქონდა ვაჟა-ფშაველს, რამე გაუგებარი დაწერა, რამე მართლა გულწრფელად, აი აკაკის სახელით გეკითხები. რამე არის მართლა იქ, რომ ვერ გაიგებს ადამიანი, რა თქმა უნდა არა. აქ არ იგულისხმება ენა. აქ იგულისხმება ენა ხატოვანება, ანუ იგულისხმება მხატვრული სამყარო, რომელსაც გთავაზობს იდეოლოგიას გიწუნებ. არ მომწონს შენი აზროვნება, განაცხადა აკაკი წერეთელი და გულწრფელად გეუბნებით მართალია თავისი პოზიციით. რა არ მოეწონა აკაკი წერეთელს? რა თქვა ვაჟა-ფშაველამ ისეთი, რაც აკაკი წერეთელს კი არ მოწონს საქართველოს დღემდე და არ ვიცი როდის მოიწონებს, რაღაც აქვს ისეთი ნათქვამი. მოდი დავფიქრდეთ ერთ რამეზე. მაგალითი მომყავს. 5 წლის წინ ჩვენ შევედით ბრძოლაში. მოდით ახლა არ ვთქვათ, ვინ დაიწყო და ვინ გააგრძელა, არ აქვს მნიშვნელობა, ვიყავით სულ მდგომარეობაში, მოგვიხდა ომი. დავაბრალოთ ყველაზე პატარებს, ოსებმა დაიწყეს, ქართველებმა გააგრძელეს, რუსებმა დაამთავრეს. რაც უფრო დიდი ნაცია, მით მეტი დანაშაული. დაახლოებით შეფასება მსოფლიოსი. ყველაზე დიდი დამნაშავეები არიან ისინი, ვინც ყველაზე პასუხისმგებლიანი არიან ოკუპანტები. ყველაზე ნაკლები დამნაშავეები არიან ის, ვისაც არაფერი არ ეკითხება, სეპარატისტები. ჩვენ სადღაც შუაში, პასუხისმგებლობის მიხედვით. და მორალურად დაუშვათ, რომ დღეს არსებობს ვაჟა-ფშაველა. და ის აღწერს სწორედ ამ მოვლენას. და დაწერა პოემა, რომელშიც მან სიმპათიით აღწერა რომელიმე რუსი გენერალი, ოკუპანტი გენერალი. წარმოიდგინეთ ერთი წამით, ახლა გეტყვით რა მოხდება. მე მგონი თქმაც არ არის საჭირო. ყველას ძალიან კარგად ესმის რა მოხდება. ასეთი პოეტი არ იქნება საზოგადოების მიერ მიღებული და მოწონებული. მას ენას დაუწუდა, ეს სიტყვა არა, მას ენას ამოთხრიან დღეს 21 საუკუნეში. ხოლო ვაჟა-ფშაველამ თქვა, რომ მუცალი დიდი ადამიანია. მუცალი ვინ არის? მოდი გავიხსენოთ. ამას წინათ შეტაკება მოხდა ისევ იმ ადგილას და ჩვენს პრესაში დაიწერა, რომ ქართველი და ჩეჩენი ეროვნების ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ნახეთ, 21 საუკუნეა. საქართველოს მოქალაქეები კი არ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, არამედ ქართველები და ჩეჩნები. თუმცა ისიც და ისიც მოქალაქეები არიან. მაგრამ ჩვენ ხო არ გვინდა სიტყვა მოქალაქე, ჩვენ გვინდა ეთნოსი. იმიტომ რომ წინასაც ცნობილია ვინ არის მართალია, რა თუნდა ლაპარაკი. რა თუნდა ლაპარაკი ამ საქმეს რა თუნდა გარჩევა, ჩვენი სამშობლოა, ჩვენ ვართ მკვიდრი ხალხი, მართალიც ჩვენ ვართ. აი ესა ის რასაც უწუნებენ ვაჟა-ფშაველას. იმან თქო რომ ასე არ არის.
იმან თქვა რომ მით ვაქებ ვაჟკაცობასა არ იყიდება ფულადა. ეს სხვა ჩვენი შეცდომაა. მინდა გითხრათ რომ ვაჟკაცობა იყიდება, იშოვება. მე ერთი ქართველი ვიცი, რომელმაც ვერც კი გაბედა ომი გამოეცხადებინა, დაიმალა მეტროს სადგურში, იპოვა თავის თავში ვაჟკაცობა და მოიგო მეორე მსოფლიო ომი. კაცმა, რომელსაც არ ჰქონდა ეს ვაჟკაცობა, მაგრამ იპოვა თავის თავში, მოიპოვა, იყიდა ასე ვთქვათ. ნუ იყიდა ძირითადად განათლებით. ახლა არ მინდა ძალიან შორს წავიდე, შემიძლია პირდაპირ გითხრათ, როგორი დამოკიდებულება მაქვს, გასაგებია, კაცი ჭამიას მიმართ, როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეთ. გასაგებია. არ მინდა ვინმე სტალინისადმი სიმპათია დამწამოს. გარდა ერთისა, მსოფლიოში ყველაზე მეტი წიგნი ჯერჯერობით ობიექტურად დადასტურებულად წაკითხული აქვს ამხანაგ სტალინის 20,000. დანარჩენების ობიექტურად დადასტურებული არ გვაქვს. თუმცა ამბობენ რომ ბორხეს შეიძლება მეტიც ქონდა წაკითხული. ობიექტურად დადასტურებას ნიშნავს იცით 20,000 წიგნი არის კრემლში, რომელზეც მინაწერი აქვს ხელით შენიშვნები ყველა გვერდზე. წარმოუდგენელია წაკითხვის გარეშე. ასე რომ ჩვენიანები ყველა უბედურებაში მაგრები იყვნენ. მათ შორის ასეთი ამდენი წიგნი წაიკითხო და ამდენი ხალხი დახოცო, ამას მოფიქრება და მოხერხება უნდა განსაკუთრებული ტალანტი. ვაჟა-ფშაველამ თქვა, რომ მტერი საერთოდ არ არსებობს. ვაჟა-ფშაველამ თქვა, რომ ვისაც მტერობა მოსურდეს, გააღოს სახლის კარიერა და მერე მოყვა რაღაც საშინელ ფანტასმაგორიულ სურათს, როგორ უნდა ჭამო, როგორ უნდა სცვა, როგორ უნდა შეჭამო ადამიანი, მწვანილის ნაცვლად როგორ უნდა მიაყორო მისი წვერულვაში და ასე შემდეგ. მტრობა ეგ არის. ვაჟა-ფშაველამ თქვა, რომ თუ მტერი ხარ, მაშინ უნდა შეჭამო კიდეც. მოდი დავფიქრდეთ რა, ძველი წარმოდგენები თქვენ იცით. ხევსურები კლავენ და ხელს ჭრიან ამ პოემებში. რატო? უნდა ჩამოკიდო. თავიდან რატო ჭრიდნენ? თავიდან შეგახსენებთ, იმიტომ ჭრიდნენ, რომ უნდა შეეჭამათ. იმიტომ რომ ომს სხვა გამართლება, მტრობას არ აქვს. გარდა იმისა, რომ ადამიანი არის კვებითი ღირებულების მქონე არსება. ყველაფერთან ერთად ჩვენ შესანიშნავი ხორცი გვაქვს, ყველა კაცი ჭამია დამერის ჩათვლით ადასტურებს, რომ ადამიანის ხორცი გემრიელია. თუ ვინმე ძალიან აინტერესებს მისი სტრუქტურა, გემოთი იგი ყველაზე უფრო ღორის ხორცს წააგავს, ისე როიცოდეთ. იყო ერთი ცუდი კაცი, ბოკასა ერქვა, სახელად, რომელსაც ესმოდა ადამიანის ხორცის გრადაციები და ძირითადად გოჭის, ანუ პატარა ბავშვების ხორცი მიაჩნდა გემრიელად და თითებს კვნეთდა პოჭოკის ამბავში განსაკუთრებით. ეს არ დაგავიწყდეთ, ძალიან ბევრი სოფლიოს ლიდერის მეგობარი კაცი იყო, მათ შორის მაგალითად ჟისკარ დესტენის და სერიოზული გამოსული სოფლიო ლიდერების ახლო მეგობარი გახდა ბოკასა. მე-20 საუკუნეში კაცი ჭამიობდა. აქ ქვეყანაში ჩეხეთის, ჩეხოსლოვაკიის ელჩი შეჭამეს და ჩეხოსლოვაკია რო აღელდა, უთხრეს რომ ნუ კაიო რა მოგივიდა თუ ახლა მოხდაო და ჩვენი ელჩიც არის ჩეხოსლოვაკიაში და შეგიძლიათ შეჭამოთ. ჩეხეთმა ვერ გაიგეს ცენტრალურ აფრიკული ხმრობა. ერთ სიტყვით უბრუნდები ვაჟა-ფშაველას. ვაჟა-ფშაველამ თქვა, რომ მტერი არ არის. ეს მას რო ეთქვა უბრალო ადამიანურ ენაზე, რომ მოდი არ გვინდა მტრობა და მეგობრები ვიყოთ და დავაიწეთ დრუჟნა. ნუ შეიძლება კიდევ ვინმეს გაეგო, მაგრამ ეს მან თქვა მხატვრულად. თქვენ არასოდეს გიფიქრიათ იმაზე, რატო აფუჭებდა ვაჟა-ფშაველა თავის პოემებს ალუდა ქეთელაურიდან გველის მჭამელამდე, იქნებ ვინმეს ამაზე უფიქრია. მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ვაჟა-ფშაველამ ყველაზე მაგარი პოემა დაწერა ალუდა ქეთელაური. მერე დაწერა კარგი პოემა, მაგრამ უკვე ეჭვი შეიტანა თავის წინა ნაბიჯში, ცოტა მოინანია, რომ მტერი თლათ ისეც არ არის, როგორც ალუდა ქეთელაურშია და მტერი არის, მაგრამ ზვიადაური კარგი მტერია. და მივიდა იმ იდეამდე, რომელსაც კარნახობს ყველა რელიგია, გიყვარდეს მტერი შენი. უბრალოდ ალუდა ქეთელაურში ცოტა მეტი იყო ნათქვამი, ვიდრე რელიგიები გვეუბნა. ამის მერე ესეც არ ეპატია მას, მაგრამ ვაჟა-ფშაველას ყოველთვის ჰყავდა მეტოქეები, რომელიც შეახსენებდნენ, რომ სისულელეც ნუ ამბობ. რისი
ის რაც ქვია მტერი არ არის. აბა რომ შემოა რა უნდა ვქნათ და შემდეგ ოკუპანტი და სხვა. ეს ტექსტი ყოველთვის იყო. მე შემიძლია დოკუმენტურადაც გაჩვენოთ როგორ ხდებოდა ვაჟა-ფშაველას როგორ მიწაზე როგორ ეკაჩებოდნენ. ამის მერე მან დაწერა გველის-ჭამელი. და ყველაფერი გასაგებია. ადამიანი მიეახლა დიდ ცოდნას ვერ გაძლო ოლიმპზე და ჩამოვარდა იქიდან. აი ეს უკვე მოეწონა ყველას. ამიტომ ყველა გეტყვით ახლა განსაკუთრებით ლიტერატურას ცოდნები, რომ ყველაზე ფილოსოფიური და ღრმა პოემა არის გველის-ჭამელი. ეს ყველაფერი სისულელია. სიმართლე ის არის, რომ ვაჟა-ფშაველამ პირველივე დიდი პოემა ექსასი სტრიქონი, სამ პატარაა ისე. მასე მაგხელა ლექსებს წერდა ბროდსკი. პატარა არის, მაგრამ დიდი არის თავის მნიშვნელობით. დაწერა პირველივე გენიალური. მაგრამ იმხელა ის სიმაღლე აიღო, რომ არ ეპატია და საზოგადოება მიიბრძოლა და ენას გიწუნებ მარტო ერთი მომენტია აქვს, სხვა ბრძოლებიც ბევრი იყო, სანამ მიწაზე არ დაუშვეს და არ აქციეს ბუნების მომღერალ პოეტად. და ბოლოს მიცეს ასეთ შეფასება. ქართულმა მთა ორი დიდი მწერალი აჩუქა საქართველოს, ვაჟა-ფშაველა და ყაზბეგი, ალექსანდრე. არაფერმა ალექსანდრე ყაზბეგის საწინააღმდეგო შესანიშნავი, ასე ვთქვათ, ლოკალური მწერალია. უბრალოდ ის არის ლოკალური ქართველი მწერალი და ვაჟა-ფშაველა არის მსოფლიოს პოეტი ნომერი 1 თავის ამბავში. განსხვავება ძალიან დიდია და ჩვენ პოზიციონირება მსოფლიოში გვიწევს ასე. ყაზბეგით ვერა. ყაზბეგი დაახლოებით იგივე ლუდი ყაზბეგით პოზიციონირება რო არის, კარგი ლუდია. მაგრამ ახლა ჩეხური არ არის. არც გერმანული არ არის და ასე შემდეგ. ახლა მე სუდის არაფრის თქმა არ მინდა. მით უმეტეს ასე ახლოს არის მათი ცენტრალური ჩამოსასხმელი წერტი. მე ისი თქმა მინდა, მე მგონი მიმიხდით. ვაჟა-ფშაველამ აიღო მთავარი ნოტი პირველივე ნაწარმოებში, იმიტომ გენიოსი იყო. მას არ შეიძლება ცუდად წერა, დაწერა ზუსტად ისე როგორც უნდა დაეწერა. მიიღო საყვედური. და ქართულ ლიტერატურაში პირველი, მეორე, მესამე და მე-17 შემთხვევა არ არის, როდესაც მიწაზე ჩამოყავთ ხოლმე დიდი ავტორები. მაგალითად, დიდი ქართველი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია სასწრაფოდ დააბრუნეს მიწაზე დიდი მისი უდიდესი ნაწარმოების დაწერის თანავე. როგორც კი მან დაწერა მთვარის მოტაცება, იმ წუთას დაახჩვეს, ჩემი თუ არ გჯერათ 30-იანი წლების პრესა აიღეთ, არც ერთი მწერალი არ დარჩა, ვინც არ გალანძღა უკანასკნელი სიტყვებით. ლეო ქიაჩელიდან დაწყებული, მიხეილ ჯავახიშვილით გაგრძელებული და ვინც გნევად. გერონტი კიკოძემაც კი. ყველა მაგინა. რატო? თუ მართლა დაწერა რა. წაიკითხეთ ეს სიგნი. წაიკითხეთ, ისე იგი ჩვენ ხო გადაბრუნებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც კონსტანტინე გამსახურდიას მთავარ ნაწარმოებად ის იკვლება, რაც ყველაზე უარესია მის შემოქმედებაში. რაც არის გაქცევა, იმიტომ რომ ადამიანს უთხრეს, რომ აბა აქედან მოუსვი ახლა საბჭოთა სინამდვილიდან, გაიქეცი ისტორიაში და მიხედე მეფე გიორგის და დაწერე ხელოვანის ხვედრი ტირანულ სახელმწიფოში. აი ეს ამ თემაზე იმუშავე. იმიტომ რომ დღევანდელობის აღწერა არ შეიძლება. იმიტომ რომ კონსტანტინე გამსახურდიას პირველივე დიდ რომანში იგივე თქვა, რასაც ვაჟა-ფშაველა ამბობდა, რომ მტერი არ არსებობს. აბა კარგად წაიკითხეთ იქ, რომელია მტერი. წერალს შეუძლია მტერი ასახოს? რა მწერალი ხარ თუ მტერი? თუ არ გიყვარ, რანაირი მწერლობა ეს? შეიძლება ვინმე ახლა სერიოზულად ჩემმა სტუდენტმა თქვა ერთმა, რომ უარყოფითი პერსონაჟია დიმიტრი კარამაზოვიო და ეს ის შემთხვევა იყო, როცა მე გავაცდინე კიდევ ერთი სუიციდი, იმიტომ მეკუთვნოდა ნამდვილად. ერთწლიანი მუშაობის შემდეგ კონკრეტულმა სტუდენტმა კონკრეტულად მითხრა, რომ უარყოფითი პერსონაჟია. ეგ ვერაფერიც ვერ ვასწავლე. მაგრამ არა უშავს. თავი არ მომიკლავს, ვმუშაობ საკუთარ თავზე, იქნებ თავიდანვე შევიდე და უთხრა ბავშვი, აი ეგეთ სისულელს ბოლოს არ მითხრათ. დიდი საიდუმლო არ არის ის, რასაც მე გეუბნებით ახლა. ალუდა ქეთელაური უნდა განვიხილოთ, როგორ გახდა ამხელა, რომ არ ეპატია ვაჟა-ფშაველას. იცით ვაჟა-ფშაველა თუ გინდათ კარგად გაიგოთ, სხვა ხელოვნებას უნდა დავესესხოთ. არის ასეთი კარგი ხელოვნება, ვიზუალიზაციას ახდენ შესანიშნავად. და თუ ვინმე აი ამ ჩემს საუბარზე გადაცემას გააკეთეს, ძალიან ვთხოვ ჩართოს კადრი ფელინის გენიალური ფილმიდან 8 ნახევარი, სადაც ზევით რო ახვალ მიწაზე
ბაწმით და გაბრუნებენ, თოკით ჩამოგზიდავენ იქიდან. ვაჟობშავებას აუდა ქეთელაური არის საში დაწერილი ნაწარმოები. ქართველები მიადგნენ და ჩამოათრიეს მიწაზე და შვილის ნუკლეის ამბობის ავტორად აქციეს. რაც არაფერი ცუდი არ არის. როგორ შეიძლება ჩვენ დავიწუნოთ ეს გენიალური ნაწარმოები. უბრალოდ აუდა ქეთელაურში სხვა რამაა ნათქვამი, რომელიც სოფლიოს აინტერესებს. ხოლო შვილის ნუკლეის ამბობი თქვა სოფლიოს ყველა ქვეყნის რომელიმე მწერალმა მეტნაკლები სიდიადით და გაქანებით. ხოლო ის რაც არავინ არ თქვა, ის რაც ჩვენი ბრენდია, ის რომ მტრობა საერთოდ არ არსებობს, ის რომ ქრისტეზე უფრო შორს შეიძლება წასვლა და თქვენ იცით რომ ქრისტე წავიდა ძველ აღთქმაზე უფრო შორს. ძველმა აღთქმამ თქვა რომ ნუ გინდა სხვისი ცოლი, არ ქნა. ოღონდ არ უთქვამს არ შეხედო, არ უთქვამს ცოდვაა შეხვედვაო. თქვა რომ არ ქნაო. და შეხედვა ბუნებრივი აბა სად წახვალ. ადამიანი ხარ, როგორ არ შეხედავ ახლა ადამიანები ვართ და მე მგონი ყველას მინახავს როგორ გაგვირბის თვალი. ვაჟობშაველას ისე მამაზად აქვს ეს ერთ ადგილას ნათქვამი რომ პირდაპირ ხატრულ სახეში აღწერა. როცა უნდა თქვას რომ ზვიადაურისთვის არ შეიძლება ჯოყოლა სოფელში ჩასვლა, მან თქვა რომ ეს სოფელი საამო საცქერი არის, ოღონდ ისე საცქერი რომ თვალს ვერ გაუშტევ დიაცის უბესავითა. ხო დიაცის უბისკენ თვალი გაგვირბის. ის უბე სხვა შორის იმიტომაც არსებობს რომ თვალი გაგვექცეს. საამო საცქერი არის, მაგრამ გაშტერება არ შეიძლება, იმიტომ უხერხულია. აი ასეთი რამ არ შეიძლება ზვიადაურისთვის იქ წასვლა, მაგრამ მაინც წავა. არ შეიძლებოდა აუდა ქეთელაურისთვის მტერში საკუთარი თავის და თავისი ღმერთის დანახვა. არ შეიძლება რომელიმე ოკუპანტი საყვარელი იყოს. ქურდ კანტალა ღილღველი არ შეიძლება იყოს საყვარელი. და ვაჟობშავებამ თქვა რომ ეს სისულელი შეიძლება კი არა ვალდებული ხარ. გიყვარდეს მტერი შენი, ჩვენ როგორ გვესმის? გვესმის ისე როგორც ქრისტემ გვითხრა. ანუ მტერი გაუმჯობესებს შენ. ამის ასე ვთქვათ ნიჩიანური ფრაზა არის ძალიან პოპულარული დღეს, რაც არ კლავს, ანუ უფრო კარგი თარგმანი, რაც ვერ კლავს, გვაძლიერებს. ამას წინათ კელი კლარკსონმა სიმღერაში იმღერა ეს ღრმა ფილოსოფიური იდეა და ასე ფეხებით დრაკონით შეიტანა ადამიანების ახალგაზრდა ბავშვების თავებში და მე დავინახე რომ ჩემმა რამდენიმე სტუდენტმა შემოაგდო Facebook-ში და მე იმ წელს დავალაიქე. ნიჩეს ხათრით, რა თქმა უნდა. კელის ხათრითაც ჩვენიერი გოგოა და ფეხის ბრახუნით თქვა რომ ის რაც არ კლავს სტრონგერს ხვდის, გვაძლიერებს ჩვენ. იცით რას ნიშნავს? ნიჩემ თქვა რომ დაინახავ დაცემულ მეგობას არ დაეხმარო, მოკვდეს და თუ არ მოკვდება, აღორძინდება. თუ არა და შენ დაეხმარებ და ისე ის მათხოვარი იქნება რაც იყო. ნიჩე გვასწავლის არ დაეხმარო ნიშნავს დაეხმარეს. ამას გვასწავლის. არ არის მარტივი აზრი სხვა შორის, მაგრამ პოპ მუსიკაში ძალიან გამარტივებულად იყო წარმოდგენილი და ჩვენ მაინც მადლობელი ვართ. ერთ სიტყვით ვაჟობშავებამ თქვა ჯერ ამბობდნენ თვალისა წინ და გასაგები იყო. მერე იქვე იმავე ძეგლში ნათქვამია რომ თუ გააუპატიურა ამდენი თხაღილი და თუ მოკლა იმდენი ძრო ხაღილის და ყველა ცოდვას თავის ფასი აქვს. თქვენ იცით ძველი აღთქმა ყველას საკითხული გვაქვს. ქრისტე წავიდა უფრო შორს. ქრისტემ თქვა რომ არ ქნა კი არა, არც იფიქრო. ფიქრიც ცოდვა, ვინც ისურვა, უკვე შესწოდა. ის კი არა მე ძალიან ცოდვილი კაცი ვარ, ისე როგორც ყველა, ვისაც მეორე, მესამე, მეოთხე, მე-17 ოჯახი აქვს შექმნილი. მაგალითად. ვინცო მიტოვებულიო, ცოლად მოიყვანოსო, იმან შესწოდაო. ისო ცუდიაო, ეს გასაგებია. მაგრამ ეს იყო ნაბიჯი წინ, მაინც. ნაბიჯი წინ იყო, იმიტომ რომ ფიქრიც არ შეიძლება, გაამკაცრა ქრისტე. და გვითხრა, გიყვარდეს მტერი, შენ რას ნიშნავს? როგორ უნდა მიყვარდეს მტერი, რომ შემოდის და მტრობს იმ მომენტში, როგორ უნდა მიყვარდეს მტერი. ნუ ამას უპოვეს კარგი პასუხი ფილოსოფოსებმა, უპოვეს საყვარელი ადგილი მტერს.
იქნებ ბრაზილიის ნაკრები მოწონს. მე და ჩემს მტერს ვიყვარს ბრაზილიის ნაკრები. ჩვენ ვუმტრეთ ერთმანეთს საჯაროდ. და ცნობილი იყო ჩვენი მტრობის ამბავი. განათლების საკითხი ხებოდა. მე ვიყავი კომიტეტის თავმჯდომარე, ის იყო მინისტრი. და დავცხეთ ერთმანეთს კარგად. საკითხი რაზე უნდა გაიცეს გრანტი, სახელმწიფო გრანტი. იმან თქვა უნარჩვევებზე, მე ვუთხარი ესა იდიოტობა. იმიტომ უნარჩვევებს ვერ ჩააბარებდა. და უნარჩვევების სწავლა ჩემმა კატა პელემ თქვი მე. და გავაკეთე ვერ ისწავლიდა. და ყველა მისწავლა ხო ნახეთ, რა მთელი საქართველო უნარჩვევებში გახდა ძალიან მაგარი. რაც ნიშნავს, რომ ეს საგანი არ შეიძლება იყოს გრანტის საფრთხე. მაგრამ მე ვერ გავერკვიეთ. მაგრამ ყოველთვის როდესაც ბრაზილიის ნაკრები მოიგებს, მე გამახსენდება, რომ მარტო მე არ მიხარია, ერთსაც უხარია. სხვა კონტინენტზე, სადღაც არის თავისი და ხო ხარ იქ მგზნობ, რომ მაგ დროს ჩვენ მე მიყვარს ჩემი მტერი, მაგ დროს. გიყვარდეს მტერი შენი არის უპოვე მტერს საყვარელი მომენტი. სულ ესაა. რა გვიხსნეს, რატომაც არა, შეიძლება გიყვარდეს. მაგალითად იმის გამო რომ რუსები ოკუპანტები არიან ჩაიკოვსკის მუსიკის მოსმენისთვის ახლა საყვედურს ნუ ეთქვით ნუ რა მე აქ რომ მოვდიოდი შემთხვევით უსმენდი ძალიან ცუდ რუს მომღერავს რომელიც ძირითადად ღერი სიკვდილზე შიდზე და ასე შემდეგ და როგორც იქნა ძალიან იეშმაკა ჩვენს მეფესავით სულ იმღერა სიკვდილზე და ერთი იმღერა სიცოცხლეს აი მას უსმენდი მე იმიტომ სიკვდილი მეტია ვაჟაფშაველა მაინც ცოცხალი აღმოჩნდა ზემფირა შემოქმედებაშიც კი ხო ამის გამო ახლა არ უნდა გამკითხოთ რომ რას ქვია ოკუპანტის ენაზე ამას წინათ Facebook-ში მომწერდა კარგია კრემლის ენაზე ჭიკ-ჭიკი რაღაცა რუსულად უთხარი ხო რა თქმა უნდა ცუდია კრემლის ენაზე ჭიკ-ჭიკი მე რო ისაიდუმლო თქვა რომ ევგენი ანეგინი მომწონს საერთოდ საწავა ჩვენ ვაჟაფშაველამ გვასწავლა ერთი რამ რომ მტერი შეიძლება გიყვარდეს ქრისტიანულად ანუ უპოვე კარგი ამ რამდენიც უნდა შემაზიზღოთ ოკუპანტები ვინც მაგ ოკუპანტებს ებრძოლათ თვითონ რუსულ ლიტერატურაში მაგალითად დიდ რუს მწერლებს ვერ შემაძლებთ ვერასოდეს იმიტომ იმადგან ვიცით მათი ოკუპაცია და უბედურებაა მაგალითად მათ შექმნეს სახეები ოკუპანტებისა ისეთი დონის რომ არ შეიძლება არ მოგწონდეს განსაკუთრებით პოეტების პროზას გულისხმობ და განსაკუთრებით თითქმის ქართველ პასტერნაკს. ვაჟაფშაველას წინაშე უაღრესად დამსახურებულ ადამიანს. მაგრამ საწუხაროდ ალუდა ქეთელაური ითხოვა მომეცითო და უთხრეს არა შენ ისეთი დიდი ხარ შენ ყველაზე დიდი პოემა გველისჭამელი უნდა გვითარგმნო და გველისჭამელი მისცეს და ალუდა ქეთელაური სპასკის მოუწია უფრო ნაკლები დონის პოეტს. პასტერნაკს ესმოდა ამ პოემებს შორის განსხვავება და თქვა დაწერა. ჩვენებს სხვანაირად ეგონათ და სხვანაირად მოიქცნენ. სამწუხაროდ არ გვაქვს მისი თარგმანი, მაგრამ რაც გვაქვს მისიც მადლობელი ვართ. ერთი სიტყვით ვაჟაფშაველამ თქვა, რომ ალუდა ქეთელაური არის კაცი, რომელმაც მტრობა საერთოდ გააუქმა. მე როგორც გითხარით ამ იდეას აფუჭებდა. რომ მტრობა საერთოდ კი არ უქმდება, არამედ ბრძოლა არის, მაგრამ კარგი მტერი არსებობს. მე გაჩნდა რომ მტერიც აღარ არსებობს, შენ თვითონ ხარ საკუთარი თავის მტერი. დეგრადაცია განიცადა იდეამ. მაგრამ ეს გასაკვირი არ არის. ძალიან ბევრმა პოეტმა ახალგაზრდობაში დაწერა გენიალური ლექსები და მე ხდებოდა მათი გადამღერება. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ წარმოედგინეთ, რომ 1919 წელს გამოვიდა რა თავის ქალა არტისტული ყვავილებით ყანო ფლეხახტისტიკ თავარი წიგნი ქართულ პოეზიაში მე-20 საუკუნეში ამის მერე წარმოიდგენთ რომ გალაქტიონი მოკვდა იმიტომ რომ ყოველდღე აკეთებდა ამას რამდენჯერმე გადარჩა და წარმოიდგენთ რომ ვერ გადარჩა რა მოხდებოდა ქართულ პოეზიაში დაგვეკარგებოდა ბევრი შედევრი ძალიან ბევრი შედევრი გალაქტიონი დაგვეკარგებოდა არა რა თქმა უნდა იმიტომ რაც დასაწერი იყო მან უკვე დაწერა ამიტომ როდესაც მაგალითად გრიგოლ ორბელიანმა და სხვებმა თქვეს რომ ხოი რავდენი საუნჯენი დავკარგე ჩვენა და თქვეს რომ ბარათაშვილი მაგარი იქნებოდა უფრო ეს ყველაფერი ტყუილია ბარათაშვილი მაგარი არის იმით რაც დაწერა ის საკმარისია იმიტომ რომ არიზომება რაოდენობით იზომება ხარ ალუდა კეთელაურის გარდა საერთოდ რო არაფერი არ დაეწერა ვაჟაფშაველას საერთოდ
სისხლის ძიებაც ვარ დაეწერა და სტუმარ მასპინძელიც ეს ორი ნაწარმოები ერთადაა საჭირო, იმიტომ რომ ვერ გაიგებ სტუმარ მასპინძელს სისხლის ძიების გარეშე. სხვათა შორის. ესეც საინტერესო რამაა, რომ მოადგილე პოემა დაუწერა და დამალა. ეს სუსტი პოემაა ითვლება და ამიტომ იმას არავინ არ კითხულობს. არა და იმ პოემაში აღაზას სხვა სახელის შემსრულებელი ბავშვებიანად ცეცხლში შერბის ქიჩირბეის, ანუ იქაურის ზვიადაურის გამო. ნიკონტ გაცვლილია როლები. გმირი, რომელსაც კლავენ ქიჩირბეია და არა ზვიადაური, ანუ ხევსური არა. ერთი სიტყვით ვაჟა ფშაველამ ალუდა ქეთელაურის დახატა თავარი იდეა, რომელიც იყო მისი ცხოვრების თავარი სათქმელი მთელი მსოფლიოსიდან, რომელიც ასევე არის საქართველოს მესიჯი მომავალი საუკუნეებისთვის. ამიტომ ვაჟა ფშაველა არის სულ ცოტა რამდენიმე კაცი, ერთი ის კაცი, რომელსაც ჩვენ გავასწარით, იმიტომ ის ღელავდა იმ ადგილზე, რომ ცოლმა იტირა უცხო ადამიანი და ის ორი კვირა შეფერხდა და ვერ წერდა და ორი-სამი კვირის მერე გააგრძელა წერა, ამასობაში ერთი-ორჯერ ცემა საკუთარ მეუღლეს, სხვათა შორის და საერთოდ ვაჟა ფშაველას როგორც პიროვნებას ჩვენ შეგვიძლია ლუკა რაზიკაშვილს ძალიან ბევრი ნაკლი მოუძებნოთ, მათ შორის გავიხსენოთ, რომ პეტერბურგში სახლში შეყვა თავს და იქ უპირებდა გაუპატიურება საკუთარი ქმრის თვალწინ ლამის. ანუ ვაჟა ფშაველა ცოტა სხვანაირი კაციც იყო, ახლა თლათ ისე არ არის მისი საქმე და მის ბიოგრაფიას ნუ დავმალავთ, იმიტომ რომ ვისაც ადგილები დაუვლია, ალბათ ეცოდინება, რომ მთაში ძალიან ტრაბა ხოლმე აქ უყვარდა ამ სახლში გაჩერება, რაც კაცმარიცის რას ნიშნავს ახლა მასპინძლისგან განსაკუთრებით. ლამის მინიშნებაა, რომ შთამომავალი არის. ძალიან გავს იმას, რასაც გვეუბნებიან ხოლმე ქართველებს, როცა ჩავდივართ ჰოლანდიაში, მაგალითად ტექსელზე. ყველა იქაური ქალი ახალგაზრდა გვეუბნება, რომ ვინ იცის, მე იქნებ თქვენიანი ვარ და მართლაც ვინ იცის. ცოტა შავგრემანად გამოიყურებიან თეთრი ქალების და კაცების ფონზე. ერთი სიტყვით ვაჟა ფშაველა პიროვნება ჩვენ გავიარეთ. ჩვენ მას გავასწარით. ლუკა რაზიკაშვილს გავასწარით. მისი სტატიები, მათ შორის ის, რომელიც გაფეტიშებულია დღეს, ჩვენ დაძლეული გვაქვს. მაგალითად, ისეთ სტატია, როგორც არის ნაციონალიზმი და კოსმოპოლიტიზმი, პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი, გავლილი გვაქვს. ვიცით და ცოტა უფრო შორსაც ვარ წასული არ არის დასამალი. ნუ ახლა ზოგიერთებისთვის, ასავალ-დასავლისთვის შეიძლება ძალიან პროგრესულია, მაგრამ ძირითადად ეს დაძლეული. კიდე არის ვაჟა ფშაველა ავტორი ბუნებაზე, შესანიშნავი, კარგი ავტორი. მან გამოიცნო მწვანე მოძრაობა, ოღონდ რადიკალური აღმოჩნდა. მწვანე მოძრაობის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, როგორ შევაჩეროთ ექსპანსია ისე, რომ თან გავაგრძელოთ სიცოცხლე და არა ისე, რომ მოვკვდეთ. გასაგებია მე მგონი და გერმანიაში დაიბადა რაციონალურ ხალხში ეგა და ქართული ვაჟა ფშაველასი მეტისმეტად ექსპანსიური იყო, ითხოვდა, რომ აღარ ვისუნთქოთ. ხე არ მოვჭრათ და ასე შემდეგ. ანუ ამ ნაწილშიც დაძლეულია. პატრიოტიზმში ღირსებაო, ლუხუმსა და სხვა დღეს ზუსტად მასე ვაზრობ. ჩვენ ახლა ვართ ხალხი, ნაცია, რომელიც ბახტრიონის დონეზე აზროვნებს. ხვალ ვიაზროვნებთ სტუმარ მასპინძლის დონეზე, რომ ზოგიერთი ოკუპანტი შეიძლება თლათ ოკუპანტი კი, მაგრამ თლათ გადასაგდები არ იყოს. ოღონდ როდის მივალთ იმ ვაჟა ფშაველამდე, უცნობ კაცამდე, როცა ვიტყვით, რომ მტრობა საერთოდ არ არსებობს და არ არის ეს ტერმინები ვერ აღწერს, რომ მტრობა ნიშნავს მოხარშული კაცის ჭამას, მე არ ვიცი. ამიტომ მე ვამბობ, რომ ვაჟა ფშაველა ჩვენი თანამედროვე არ არის. ვაჟა ფშაველა ის ვაჟა ფშაველა, რომელიც ნამდვილია და არა ის, რომელიც პატრიოტულ ლექსებს წერდა, კაიხმა ლექსი ჩვენი თანამედროვეა და კარგია. არა, ალუდა ქეთელაურის ვაჟა ფშაველა თავარი ნაწარმოები ახლა მოდი. ყველა სხვა ემსახურება ამას. ახლა წარმოვიდგინეთ, რომ ქრონოლოგია არაფერ შუაში არ არის. სინამდვილეში პირამიდა, რომელიც ააგო ვაჟა ფშაველამ, რომლის საფუძველში არის გველჭამელი, კენწეროში არის ალუდა ქეთელაური. ნუ მიაქცევთ ყურადღებას, რომ ჯერ ის დაიწერა და მერე ეს. მაგას მნიშვნელობა არ აქვს. არავითარი მნიშვნელობა სიმფონია. არავითარი მნიშვნელობა და სრულდება ყველა ერთად.
არაერთი მნიშვნელობა არ აქვს აქ მიმდევრობას, ის როგორც ლიტერატურაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ბიოგრაფიას. ახლა ვინმე არ ამიხსნას ალუდა ქეთელაური ვაჟა-ფშაველას, კარაზიკაშვილის ბიოგრაფიით არ იხსნება. არავითარი მუცალი ვაჟა-ფშაველას არ შეხვედრია ცხოვრებაში. მე მინდა უბრალოდ დავათვალიეროთ რა მოუვიდა ალუდა ქეთელაურს. ჯერ ვთქვათ რა კაცი იყო. ალუდა ქეთელაური იყო იდეალური ადამიანი, რომელიც შეიძლება აღიწეროს primus inter pares ფორმულით პირველი თანასწორთა შორის. ანუ ერთი ჩვენგანი, უკეთესი ჩვენგანი. საფიხვნოს თავში ჯდება, მაგრამ ხდებით რომ მარტო არ ზის საფიხვნოში სხვებიც არიან. სიტყვა გზიანი მოუდის დავლათიანი, ანუ იღბლიანი, უფალთან წილნაყარი კაცია, მაგრამ ამავე დროს არის ძალიან ავტორიტარული, იმიტომ რომ როდესაც რაღაცა ხდება, ის არავის არ ეკითხება, არავითარი თემის კრება არ არის, საიმისოთ რომ გაირკვეს ვინ უნდა დაედევნოს და როგორი სტრატეგია უნდა იქნეს შერჩეული და ამავდროულად. ცხენი შეჯდა დაიქცა, გამოეკიდა, დაეწია, დაანადგურა. ჩანს ძალიან თავდაჯერებული, შესანიშნავი გმირი, რომელსაც აქვს ის იდეოლოგია, რაც აქვს მის ხალხს, რომელიც არის ამ ხალხში გამორჩეული როგორც გმირი, იმიტომ ვიღაცები არიან, რომელსაც არ აქვს ეს გმირობა. ეს გმირობა ძალიან იოლად იზომება იმ მოჭრილი მარჯვენების რაოდენობით, რომელიც ქავზე არის ჩამოკიდული და ბევრი აქვს ჩამოკიდული. როდესაც მინდიაზე გვიყვებიან, რომელზეც ზოგიერთი ცდარად ფიქრობენ, რომ ეს მომავალი ალუდა ქეთელაურია, მომავალი ალუდა ქეთელაური ხელს არ მოჭრიდა მკვდარს, მაგრამ აბა რაღაცა ხომ უნდა თქვან ლიტერატურის მცოდნეებმაც, ხოლმე ინსტიტუტი გვაქვს ბოლოს და ბოლოს და სულ რაღაცებს ამბობენ ჩვენები და ეს სწორია, უნდა იყო მიმდინარეობდეს მუშაობა. ალუდა ქეთელაურს არავითარი მოადგილე არ ყავს, გასაგები ამბავი. მაგრამ ვაჟკაცობაში შესაძლებლად გეუბნებიან, რომ მინდიას 12 უკიდია წარმოიდგინეთ, ალუდას რამდენი, ალბათ 12-ის კვადრატი უკიდია, ბევრი ძალიან. არც კი ანათქვამი რამდენი. და ეს კაცი რომელიც არის იდეალი საზოგადოებისა, რომელსაც აქვს ზუსტად ის იდეოლოგია ასწევს საზოგადოებას, რომ მტერს მტრულად უნდა მოექცე, უნდა არ შეარჩინო, მაგრამ უნდა დააფასო მისი ვაჟკაცობა. ეს ასული, იმიტომ რომ ვაჟკაცობა არ იშიდება ფულად. მეტი არაფერი არ არის მოთხოვნილი. კარგი ცხენოსანი უნდა იყო, კარგი სიტყვა-პასუხი, უფალთან წილნაყრობა და თემთან ჰარმონია გჭირდება, უნდა გამოეკიდო, უნდა წაართვა, უნდა დაიბრუნო და იქნები ის რაც ხარ. მეტი არაფერი. და არც არაფერი არ იქნებოდა, რომ არ მოხდარიყო უცნაურობა, რომ იმ კაცმა, რომელსაც ესროლა, ძალიან ეპიკური ეპიზოდია, სამი ესროლა ამ კაცმა, სამი ესროლა იმ კაცმა. ეს არა ავტომატური იარაღის ეპოქა, სროლას შორის არის დატენვა, დატენვის დროს არის ტექსტუალური გაპაექრება. ტექსტუალური გაპაექრება ხდება ზუსტად ისე, როგორც ჩემი სიმამლე აკეთებდა ამას აჭარაში, ქალაქ ბათუმში, მეგრელი კაცი იყო, ნარცს რო ეთამაშებოდა თავის აჭარელ მეზობელს. ის ეუბნებოდა შენი პატრიარქი, ეს ეუბნებოდა შენი ხოჯა, შენი მოლა და ასე შემდეგ. ნარდი, მოგეხსენება. ზუსტად ეს საუბარი არის, თუ გინდა მტერს მიაყენო შეურაცხყოფა, ყველას ძვირფას უნდა ჩაავლო ხელი და უნდა შეუგინო. გასაგებია. აი ზუსტად ასე ის ეუბნება რჯულ ძაღლო, ანუ რელიგიას უწუნებს, ეს ეუბნება რჯულ ძაღლო, გასაგებია რა, მე მგონი ყველა ხვდებით მტრობა რა არის. ჩვენ როცა რჯული ერთი აღმოგვაჩნდა ერთ ხალხთან, თუმცა კი გენიოსი გვაფრთხილებდა, რომ რჯულის ერთობა არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ არ დაუჯერეთ, იმიტომ ჩვენი ჭკუა გვაქვს და დღემდე ვიღაცას გონია, რომ ერთმორწმუნეობა მნიშვნელოვანია. არაო, ბარათაშვილმა თქვა, მაგრამ ბარათაშვილი ხო ჩამოწერილი გენიოსია, ჩვენ ყავს მოქმედი გენიოსები, რომელიც ხანარ კიო ამბობენ. ის ამბობს არაო, ესენი ამბობენ კიო. ასე იქნება სულ. ესა გენიოსების ხვედრი არატირანულ საქართველოში. როდესაც ვაჟა-ფშაველას გმირმა მოამთავრა თავისი საქმე, ისე როგორც ის ამთავრებდა ხოლმე მუდმივად. და როდესაც მან უნდა ჩაიდინოს ბოლო აქტი, დააფინალოს თავისი გმირობა და მოახდინოს მისი მატერიალიზაცია, ძმას მოაჭრა ხელი და ახლა ამასაც მოაჭრის ხელი და დამთავრდება. ორი კაცი ერთმა კაცმა დაამარცხა, შორს წასულები დაეწია, დააბრუნა ცხენების რემა, ყველაფერი
სწორად ხდება, აი ამ დროს მომაკვდავმა მუცელმა თოფი გადმოაგდო და თქვა, რომ შენი იყოს. სხვის ხელში არ ჩავარდესო. ჯულძაღლო. ეს მნიშვნელოვანია, რომ ის აზრი არ გამოუცლია იმას. იცის, რომ ეს არასწორი რელიგიის ადებტია. მაგრამ დაინახა, რომ ის კაცმა ძმა მოუკლა, თვითონაც მოკლა. მასში დაინახა ვაშკაცო. ის რაც ბუნებრივია, უნდა დაინახო მტერში ვაშკაცობა. მაგრამ პირველად ისტორიაში გადადგა ნაბიჯი, რომელიც გამომდინარეობს პატივისცემიდან, სიყვარულიდან. ნაბიჯი გადადგა, თოფი აჩუქა თავის მკვლელს. ხო ეს ძალიან ცუდი თოფი აღმოჩნდა, ეს ის თოფია, რომელიც მერე გაისმის. როგორც ხატოვნად თქვა, ჩეხოვმა თუ შეიძლება მისი ციტირება ოკუპანტი ხალხის წარმოადგენელია მოგეხსენებათ. ეს ის თოფია, რომელმაც ალუდა ვერ მოკლა. მათ ჩვენ ხო გვახსოვს, ვაჟიჩაილა ხო ნიჩიანელი იყო, რაც ვერ კლავს, სწორედ ის გვაძლიერებს. აი ამ თოფმა დაბადა ალუდა კეთილაური. არის ინგლისელი მოღვაწე, გვარად ბარკლი. ჩვენში ნაკლებად პოპულარული, იმიტომ რელიგიური მოღვაწეა და ჩვენ ახლა სხვისი რელიგიური მოღვაწეები დადგინდა ჩვენ მხავს უამრავად. სხვა რელიგიის ადებტია თან ანგლიკანური ეკლესიის წარმომადგენელი, მან თქვა ასეთი რამ, რომ ყველა ადამიანს აქვს ორი დაბადების დღე. ერთხელ ის იბადება და მეორეჯერ ის იბადება, რომ გაიგოს რატომ. რომ გაიგოს რატომ დაიბადა. ორჯერ ვიბადებით ჩვენ. უბრალოდ ჩვენში არის ორჯერ დაბადების პოტენციალი. ყველა ალუდა კეთილაურამდე დაიბადა და მოკდა ერთხელ. ხოლო ალუდა კეთილაური დაიბადა ორჯერ. როგორც ჩვენ ყველა გვაქვს ამის შანსი. მეორეჯერ ის დაიბადა ზუსტად იმ წამში, როდესაც თოფი გადმოვარდა. გამაოგნებელი ოსტატობა ვაჟა-ფშაველაში მდგომარეობს იმაში, და მე ყველაზე ნაკლებად საუბრობ დღეს ოსტატობაზე, იმიტომ რომ მე მგონია იდეურ ნაწილზე გვაქვს განსაკუთრებული, მაგრამ შეუძლებელი არ დაინახო ოსტატობა რაში მდგომარეობს. ხოვნი არ არის, პაუზას არ აკეთებს. ვაჟა-ფშაველა არ გვიხსნის, რომ თოფი რო გადმოაგდო, აქ რაღაცა უნდა აწიო მუსიკა და რაღაც აკორდები შემოიტანო და თოფი გადმოაგდო. როგორ ხო უნდა მოგვამზადო, კაცო, იმისთვის, რომ აი ასეთი რამე მოხდება. ყოველ შემთხვევაში კინო რო გადაიღო ერთმა რეჟისორმა. ეს საინტერესო იდეა იყო ვაჟა-ფშაველას კინოში გადაღება. უაღრესად წარუმატებელი, მიუხედავად იმისა, გენიალური ფილმათაა მიჩნეული და ფილმი ნამდვილად გენიალურია. რომ ვაჟა-ფშაველა იქ არაფერ შუაში არ არის, კარგი რეჟისორი, კარგი ფილმი. ვაჟა-ფშაველა იქ არ არის. მისი პერსონაჟები არის. ანუ ალუდა კეთილაური ვერ გადაიღო, სტუმარ მასმინძელი გადაიღო. აბულაძის ვედრებას გულისხმობ. მაგრამ იქ მუსიკამ შეგვამზადა კიდევაც რა. ახლა დაიბადება, გაჭინთვა მაინც ხო უნდა რა დაბადებას. ვაჟა-ფშაველას ოსტატობა მდგომარეობს იმაში, რომ პაუზა არ არის. როგორც კი თოფი დავარდა, დრო გაჩერდა. იმიტომ ორი დრო არსებობს. არის დრო, რომელიც ჩვენთვის ახლა ყველასთვის მიედინება და არის დრო, რომელიც ჩემთვის, ერთი კაცისთვის შეიძლება გაჩერდეს. ფაუსტმა თქვა, რომ ამ დროს ქვია შეჩერდი წამო. აი ესა შვენიერი წამო. ცხონებული ფაუსტი მოტყუებით შეჩერდა. ეგონა რომ რაღაც დიდი ხდებოდა თავისუფალ ხალხთა თავისუფალი შრომა, როცა მისი საფლავი ითხრებოდა. მაგრამ მოტყუეს. ხოლო ალუდა კეთილაური არ მოტყუდა, როგორც კი თოფი დაინახა, ალუდას თოფი არ უნდა ატყიდა როგორც ქალიო, წარმოუდგენელი რამ არის. იმიტომ ახლა მე არ სექსიზმი არ დამწამოთ, ვიცი რა საზოგადოებაში ვართ, წინწაწეული ხალხი ვართ, გენდერული თანასწორობა ყველაფერი გვესმის. ამიტომაა ჩვენი პარლამენტი 154 ადგილზე 150 პარლამენტიდან ქალების რაოდენობით. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს არის ცუდი ამბავი, მაგრამ კვოტირება კიდევ უფრო საინტერესო რამაა ერთ სიტყვით. იმ ქვეყანაში, სადაც ყველაფერს ქალები წყვეტენ, პარლამენტში ქალები არ ყავს. და ქალები მაინც წყვეტენ პარლამენტის ბედს ოჯახებში. ხო იცით, რომ ყველა პარლამენტარს ცოლი ყავს. სხვებისას არ ვიტყვი, მე მყავს.
და ჩემს ნაბიჯებზე პასუხს აგებს ნამდვილად ვიცი. ახლა რასაც ვამბობ, ამაზეც პასუხს აგებს ვიცი, იმიტომ რომ ამდენხანს ერთად ვერ ვიქნებოდი ერთნაირად რო არ გვეფიქრა, თუნდაც ალუდა კეთელაურს. შეუძლებელია, ვერც ერთი ოჯახი ვერ გაძლევს. თუ კი იქ ჭამასნის გარდა ერთი ნაბიჯით, ხო, დარეჯანი და ლუარსაბის მიღმა კიდე ერთი ნაბიჯი და უკვე იწყება განხეთქილება ოჯახებში. თუმცა პირველივეზე შეიძლებოდა. იმიტომ რომ ხო იცით. ყველა არ არის თანახმა. ჩემი ძვირფასი მეუღლე მაგალითად ამას რომ ხაშლამა საჭმელი არ არის ახლა. მიჭირს ამასთან კამათიც კი იმდენად არასწორი აზრია. ვაჟა-ფშაველამ გვაჩვენა რომ ალუდა კეთელაური იბადება გაყინულ წამში და გააკეთა ფანტასტიკური რაღაც, რომელსაც ახსნა არა აქვს საერთოდ ხატრულ ლიტერატურაში ეგეთი რამ არ მომხდარა. მსოფლიო ელოდება ჩვენგან ამის ახსნას, ჩვენ დიდი ხანია ვერ ახსენებთ. გააუქმა 24 საათი. თუ კი ვინმე ვაჟა-ფშაველას ბუღალტერული სიზუსტი წაიკითხავს, აღმოაჩენს, რომ ალუდა კეთელაურში დაშვებულია შეცდომა. ეს შეცდომა ასეთი ხასიათისა. ალუდა კეთელაური ჩამოვიდა, არ ჩამოიტანა ერთი ხელი, არ ჩამოიტანა მეორე ხელი, თქვა რომ ის მეორე მოკალიო, მაგრამ ხელი არ მოვჭერიო. ახ შეცუდო კაცო, შენ ყოფილხარ ქალიო, უთხრეს სხვა შორის ისევ ის. ქალივით ატირდა, ქალი ხარო უთხრეს. დიაციქსლისამ ბეჭველი. წარმოიდგინეთ პრეზიდენტობის კანდიდატს ახლა რაელის ამ ფრაზის გამო ქსლის ბეჭვა, ანუ წინდები რომ მოკარგა ჩვენმა კანდიდატმა მაგალითად შეიძლება ვიღაცამ ამაზე ახლა რომ კაცი არ არის ძმაო ქსოვს, ხო? ჩვენ ყველანი რაღაცას ქსოვთ ხოლმე, მაგრამ იმედია გაუგებენ. მინდა გითხრათ რომ როგორც კი ჩამოვიდა იმ წუთას მისი ვაჟკაცობის დასადასტურებლად წავიდა მინდია და მეორე დღეს ჩამოვიდა. ამ დროს კაცი გვიყვება, რომ საღამო ხანი დადგა, ყველა წვება იძინებს, ალუდა ამბობს ვერა ვერ დავიძინებ, იმიტომ წუხელო ცუდი სიზმარი ნახეო. რას ნიშნავს წუხელი? წუხელ როგორ შეიძლება ნახოს სიზმარი, როცა დღეს ჩამოვიდა, დღეს მოხდა ამბავი წუხელ სიზმარში როგორ ნახა მუცალი. ვერ ნახავდა. შეცდომა, 24 საათიანი შეცდომა და ძალიან ბევრი აღელდა ამის გამო. ნუ, ვისაც აქვს ამის უნარი, იმიტომ რომ ქართულის მასწავლებლები კითხულობენ ამ ძეგლს, ამდენი ხანია და კაჭკუს არ უყოვია ეს შეცდომა. აქ კიდე არის ბევრი შეცდომა, სხვა შორის ზუსტად ასეთი ხასიათის დროში არევის სპეციალურად გაკეთებული, რა თქმა უნდა. თუმცა შეიძლება ვინმე თქვას, რომ ეს ყველაზე დაუდევარი ჩვენი გენიოსია, იმიტომ რომ სხვაგანაცაა შეცდომა. აი მაგალითად, ნათქვამია, რომ გააძევეს იგი ხატობაზე, რომელი ხატობაც არის ივნისში, მოგეხსენებათ თქვენ? ხანდახან ივლისში როგორ წელს მოუწია? იმიტომ მიბმულია რაღაცა და მე შემდეგი სურათია გაძევების და ღრმა თოვლია და მიდიან და აშკარად არ არის არც ივლისი და არც აგვისტო. იმ ტერიტორიაზე. ხო, მაგრამ ეს შეცდომები სპეციალურადაა ჩადენილი, იმიტომ ვერავინ ვერ უნდა დაინახა, ვერავინ ვერ დაინახა, მაგრამ აქ ბუღალტრებმა დავინახეთ, რა თქმა უნდა, იმიტომ ჩვენ ტექსტს კითხულობ და ყველაფერს ვიწერთ და ვამბობთ, რომ აჰა, ამ დღეს წავიდა, იმ დღეს ჩამოვიდა, საღამოს 5 საათია, ცისკარია, ისა, ხო, ასე კითხულობ ჩვენ ტექსტებს. ფილოლოგები ყოველ შემთხვევაში. და მკითხველიც ყოველთვის გზნობს, რომ რაღაცა იქ არის. 24 საათიანი შეცდომა. რატო? იმიტომ რომ გვითხრას, რომ ორი დრო მუშაობს. ერთი არის ჩვენი დრო, ფიზიოლოგიური დრო, მეორე არის გმირის დრო, რომელიც გაჩერდა. გაჩერდა ამ დროში უკვე 24 საათი წინ, 24 საათი შენ უკვე მნიშვნელობა არ აქვს. ეს დრო გაჩერდა. წამი შეჩერდა, იმიტომ რომ იგი მშვენიერი იყო. ჩვენ არასოდეს არ გვიფიქრია, რომ ეს მეტაფორა კი არ არის. ეს დროის გაჩერებას ნიშნავს. ანუ იმ სამყაროს სიკვდილს ნიშნავს, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. ალუდა კეთელაურმა თქვა, რომ თემის სიცოცხლე მოკვდა. თემის აზროვნება სისულელია, გაუქმებულია. იმიტომ არსებობს სხვა აზროვნება. ხო, ამის მერე ძალიან ძიმე დასკვნამდე მივდივართ. ეს ვაჟა-ფშაველა ვინ ყოფილა, კაცო, ეს რა გველი გაგვიზდია უბეში. ესე რა გვითხრა, რომ საქართველოს ისტორიას მნიშვნელობა არ აქვს. საქართველოს ისტორია, იცით რა გვითხრა დაახლოებით, რაც გვითხრა გალაქტიონმა. გალაქტიონმა ერთხელ ლექსი დაწერა, რომელშიც ნათქვამი არის შემდეგი აზრი. რომ 26 საუკუნის წინ შექმნეს ქართული ანბანი, აქ ცოტა გადააჭარბა, მაგრამ არა უშავს, მეცნიერებმა ასწავლეს ასე. და მაგრამ მერე თქვა, რისთვის შეიქმნა, როგორც ბარკლიმ თქვა, რომ ვიბადები და მერე ვარკვევთ რისთვის.
ეს ამბანი შექმნილა იმისთვის თურმე რომ გალაქტიონს დაეწერა ამ ამბანს. ანუ ყველა სხვა გააუქმა. ზუსტად ასე ვაჟა-ფშაველამ ალუდა ქეთელაურო დაწერა, მან თქვა, რომ საქართველოს ისტორია დამთავრდა, ქართული იდეოლოგია დამთავრდა. ყველანაირი აზროვნება საქართველოს დამთავრდა, ახლა არის ახალი აზროვნება. ამ ახალ აზროვნებას ქვია ვაჟა-ფშაველიზმი, ალუდა ქეთელაურიზმი, არ ვიცი რა, რაც ნიშნავს, რომ მტრობა არ არსებობს. ის საითაც მიდის დღეს მსოფლიო. ის რაც ასე მტკივნეულად იბადება, იმიტომ რომ ყველას ეშინია არ დავკარგოთ თვითყოფადობა. დღეს მე თვითყოფადობა დაკარგული ვარ. ფეხზე მაცვია ადიდასის ქართულად ქვია ბოტასები. ბოტასი და ადიდასი ორივე ფირმა, მაგრამ როგორცა ფეხსაცმელი რაღაცა, რომელიც ამერიკულია. აი ეს რაც მაცვია, ასევე ამერიკული არის. ეს იტალიურია. ეს მიკროფონიც არაა ქართული. არც ეს მიკროფონია ქართული. საერთოდ რა მაქვს კიდე? ეს რეიბანისა. ანუ ესეც იტალიური. ისი თქვა მინდა, იცით? დღეს შეგვჭამა მსოფლიო. შეგვჭამა. შეგვახრამუნა და ჩვენ ვღელავთ. აი მაგალითად მე მახსოვს ღელვარება საქართველოში მაკდონალდსი რო იხსნებოდა. ღელვარება მიაღწია პიკს, როცა ნიშნულოვანმა ქართველმა იდეოლოგმა განაცხადა. მაკდონალდსი საქართველოში არ გაამართლებს. და შემდეგ საკუთარი შვილიშვილის დაბადების დღე მაკდონალდსში გადაიხადა. და საერთოდ ამბობენ რომ მისი დუმილი იყიდეს მაკდონალდსელება, ჭორებია რა თქმა უნდა ტყუილი. ისი თქვა მინდა იცით? გლობალიზაცია არის საშინელება. საშინელება. გლობალიზაციის ყველაზე საშინელ სახეს მე-19 საუკუნეში 1886 წელს წააწყდა საქართველო, როცა ითქვა რომ მტრობა საერთოდ არ არის. როდესაც 24 საათის შემდეგ ადამიანმა ნახა სიზმარი, რომ მტრობა ეს არის მტრის, ხორცის ჭამა, რომ მტრობა კაცი ჭამიობა. მტრობა პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა კი არ არის. მტრობა სამარცხვინო კანიბალიზმია. თუ მტრობ, მაშინ მოხარშე და შეჭამე კიდევაც. მაშინ აი ეს არის მტრობა. და დაწერა როგორც გითხარით ის ფანტასმაგორიული სურათი, როგორ უნდა დაიწერო სისხლში პირჯვარი და როგორ უნდა მოიყვანო ცოლი სისხლში, როგორ უნდა გააჩინო შვილები სისხლში, როგორ სისხლში უნდა იცხოვროს ყველა. და წარმოიდგინეთ ეს ვის უთხრა იმ ხალხს, რომელიც დამონებულია, რომელიც მაგავე პერიოდში ქართულ დროშებს გამოიტანს სცენაზე და არ აპატიებს მტერს, როცა მტერი იტყვის, რომ ცირკი მოაწყვესო და ისტორიული დროშები ააფრიალესო და ილია ჭავჭავაძე სათანადო პასუხს გასცემს კატკოვს, რომელთანაც მსოფლიო მადლიერებას გამოხატავს დოსტოევსკის დანაშაულსა და საჟევში იმდენი გადაუხადა, რომ მისმა მომავალმა ცოლმა სიტკინამ შეძლო მისი ვალების ჭაობიდან ამოთრევა. ის კატკოვი რუსებისთვის კაი კაცი იყო. ჩვენთვის ცუდი კაცი იყო, გასაგებია დასცინა ჩვენს პატრიოტულ გზნობებს. და ილია ჭავჭავაძე მას სათანადო ღირსეული პასუხი გასცა. ეს იმ დროს ხდება, როცა ვაჟა-ფშაველა მოულოდნელად ამბობს, რომ მტრობა არ არსებობს. იცით რას გავს ეს? თქვენ გახსოვთ, როდესაც უთხრეს გააკეთეთ არჩევანი. აი ეს არის ქრისტეს გზა, ეს არის ბარაბას გზა, ეს არის ქრისტე, რომელმაც თქვა მიეცით კეისარსა კეისრისა და ეს არის ბარაბა, რომელმაც თქვა დახოცეთ რომაელები. ეს არის ქრისტე, რომელმაც თქვა, რომ ეროვნულ გამათავისუფლებელ მოძრაობაზე მნიშვნელოვანია ადამიანის სულის ხსნა და ესაა ბარაბა, რომელმაც თქვა ადამიანზე მნიშვნელოვანი არის სამშობლო. ხო, ჩვენ ახლა მას ვიცნობთ როგორც ბანდიტს, მაგრამ ისტორიული ბარაბა ხო ეროვნულ გამათავისუფლებელ მოძრაობას ხელმძღვანელობდა. ის ხო რომაელებს ხოცავდა, ის ხო პატრიოტი იყო. ქრისტემ თქვა არა მტრობას. მიეცით მაჩვენეთ ეგ ფულიო თქვა, დახედა და თქვა რა ხატიაზე თუ კეისარიო, ხო და მიეცით კეისარსა, კეისრისა და ღმერთს ღვთისა. მიეცით რომს რაც ეკუთვნის და იზრუნეთ არა ისრაელის დამოუკიდებლობაზე, არამედ სულის ხსნაზე. ეს ვერ გაუგეს. გასაგებია რაც მოხდებოდა. ზუსტად ასე ვაჟა-ფშაველას ვერ გაუგეს. რომ მან კიდე ქრისტეზე უფრო წინ გადადგა ნაბიჯი და თქვა რომ მტრობა საერთოდ არ არსებობს. ამას გაიგებენ მერე მომავალში. ეს ჩვენი მესიჯია ქართველების. ჩვენ ჯერჯერობით ამის გაგების არც უნარი გვაქვს.
და პატიოსნად რო თქვა, არც საშუალება გვაქვს და არც ვალდებულება გვაქვს, მეცად გეტყვი, სულ სხვა რამის ვალდებულება გვაქვს. ჩვენ ჯერ ჩვენს კლიანობაში უნდა აღვდგეთ და მერე ვილაპარაკოთ სხვებზე და სხვაზე. ანუ ჩვენ მართლა არ ვართ მზად ვაჟა-ფშაველასთვის, იმიტომ კი არა მენტალურად ჩამორჩით, მარტო იმიტომ არა. მაგრამ იმისთვის მაინც უნდა ვიყოთ მზად, რომ ვაჟა-ფშაველა ვინ არის, ვიცოდეთ და არ დავაბრალოთ მას ის, რაც ის არ ყოფილა არასოდეს. არ დავაბრალოთ ვაჟა-ფშაველას, რომ იგი იყო ისეთივე პატრიოტი, თქვათ, როგორც ვინმე სხვა, იმიტომ ეს ცოტა სხვანაირი კაცი იყო, ცოტა სხვა სიმსახურე, სხვა შეხედვა ჩვენგან. და ბოლოს ვაჟა-ფშაველა დაკრძალულია მთაწმინდაზე. ახლა ისმის კითხვა რატომ? და თქვენ განკვირდება რა კითხვა, აბარა დიდია და იმიტომ ახლა ეკუთვნის და ხომ თავიდან რატომ არა მაშინ? ილია ჭავჭავაძე 1907 წელს გარდაიცვალა და აუკრძალეთ მთაწმინდაზე. აკაკი 1915 წელს დააუკრძალეთ მთაწმინდაზე. სხვებიც გარდაიცვალენ და სხვებიც დაუკრძალეთ. მათ შორის აი სამშობლოს ავტორიც დროშების გამო რომ რუსებმა საყვედური გვითხრეს. ანუ ყველა მეორე, მესამე და მე-17 ხარისხოვანი პოეტი და მწერალი ავიყვანეთ მთაწმინდაზე. რა თქმა უნდა, გენიოსებს არ გულისხმობ ილიას და აკაკის. მას ხვებით ხო ავიყვანეთ, ხო მოსე ჯანაშვილი ხო ავიყვანეთ, მე არაფერი არ მაქვს, საწინავე კაი ხალხი იყო. ხომ ვაჟა-ფშაველა ხო არ იყო? და ვაჟა-ფშაველა არ ავიყვანეთ. იმიტომ რომ აკაკიმ რო თქვა ენას გიწუნება, მთელი საქართველოს ფიქრი თქვა. იმიტომ რომ ჩაითვალა რომ ვაჟა არ არის დონე. მე ითქვა რომ ვაჟა-ფშაველა გაუნათლებელი კაცი იყო. კანდიდ ჩარკვიანმა თქვა. აიტანა ეს ხალხმა. ეს ნათქვამი, არ ვიცი რას ნიშნავს. მე მგონი რასაც გეუბნებოდი დღეს ის არის განათლების ყველაზე უფრო მაღალი სახე. ნუ საერთოდ არ არსებობს ნიტრობა ამას გვასწავლის. ამის მერე ამხანაგი სტალინი ჩამოვიდა მომაკვდავ დედასთან. და მომაკვდავ დედას ესაუბრა და მერე დედა რო გარდაიცვალა აღარ ჩამოვიდა. მაგრამ როდესაც ამხანაგი სტალინი იმყოფებოდა საქართველოში, გადაასვენეს ნიკოლოზ ბარათაშვილი. ხოლო შემდეგ მიაყოლეს ვაჟა-ფშაველა. დიდუბიდან მთაწმინდაზე, ორი გენიოსი ავიდა მაგდროს მთაწმინდაზე. ავიენები ამბობენ, რომ დედის მომაკვდავი დედის დანახვისას სტალინს გაუჩნდა კიდევ ერთი ავანტიურული ფიქრი, რომ ვიღაცებისთვის ეკარნახა მისი სავარაუდო მამის პიროვნება. ის არ აღიარებდა მამამისს. მამამისი იცით სადაა დაკრძალული? თელავშია დაკრძალული. როცა დედა გარდაიცვალა, ყველა მიფიქრა, რომ მამას ამოვთხრით, დედას დავკრძალავთ, მამას როგორც წესი არის. ორივე არიან მშობლები, დიდი მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის, მაგრამ სტალინმა შემოთვალა მამას ხელი არ ახლოთ, არანაირი მამა ეგ არ არის, ვისაც სურათი უნახავს და არსებობს ბესოს სურათი, მიხვდება ალბათ, რომ თუ გენეტიკა მართალია, მამა ის არის. მაგრამ სტალინი მუდმივად მიანიშნებდა, რომ შეიძლება ის არ არის. ხოლო ვაჟა-ფშაველა, ისე როგორც ბევრი სხვა, სწავლობდა გორის სემინარიაში და გორის სემინარიაში სწავლე განათლების ერთ-ერთი ნაწილი იყო, როგორც ამბობენ, იქაურ სუბუქხოფოქცევის ქალებთან ურთიერთობა და სტალინის დედა ასეთ ქალად იყო ცნობილი. ანუ სტალინი მიანიშნებდა, რომ შეიძლება ვაჟა-ფშაველას შვილიც კი არის. ასე აღმოჩნდა ვაჟა-ფშაველა იმ ადგილას დაკრძალული, სადაც გვერდით, როცა გარდაიცვალა თალბატონი კეკე, მიუსვენეს სტალინის დედა. მე არ ვიცი ახლა ამდენად ცნობდა ამას, ფროიდი ჭირდება სტალინიში ამ ხრივ ჩახედვას, მაგრამ ფაქტი არის, რომ ვაჟა-ფშაველას ამაღლებაში სტალინმა მიიღო მონაწილეობა მისი მნიშვნელობის დამკვიდრებაში. ხოლო შემდეგ როგორც ყველამ, მანაც ვერ აიტანა ვაჟა-ფშაველას სიდიადე, იმიტომ ის მაინც ალუდა ქეთელაურის ავტორია და აი ამის შემდეგ მიიღო კანდიდ ჩარკვიანმა დავალება, რომ მას ეთქვა ვაჟა-ფშაველას გაუნათლებლობის შესახებ. ვაჟა-ფშაველა, თქვა კანდიდ ჩარკვიანმა, იყო გაუნათლებელი, თავის დროს ჩამორჩენილი ადამიანი, იგი ვერ ამაღლდა კლასთა ბრძოლამდე და მან ვერ დაინახა პროლეტარიატის როლი. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა გვიყვარს, ჩვენ კანდიდ ჩარკვიანს გვიყვარს, რა თქმა უნდა, მე მაინც მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ისტორიაში ამაზე სამარცხვინო სიტყვები კიდევ ერთხელ ითქვა
როდესაც ტიმოთე გაბაშვილმა ვეფხისტყაოსანი დაიწუნა და თქვა რომ ამანო ასწავლა ქართველებს გარყვნილებაო, ძირითადად გულისხმობდა ქალები ფერუმალიუს ისვამენ მის პოემაში. აი ამაზე დაეშვა ვეფხისტყაოსანი ტიმოთეს აზრი. დასკვნის სახით მინდა გითხრათ, რაც დღეს მინდოდა მე თქვა, ეს არის რომ ვაჟა-ფშაველა არის ის არწივი, რომლის ერთ-ერთი ჰიპოსტასი, ერთ-ერთი სახე არის ალუდა ქეთელაური. ყველაზე მაღალი სახე ქართულ ლიტერატურაში. ყველაზე მაღალი სახე იმ თვალსაზრისით, რომ ადრე ჩვენი დიდი სახეები, ტარიელი, ნესტანი, ავთანდილი, თინათინი ღმერთები არიან. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არ არიან. ხოლო ალუდა ქეთელაური არის პირველი ადამიანი, რომელიც ღმერთი არ არის, მაგრამ ადამიანიც არ არის. ესაა ზუსტად ის, რაზეც ნიცშემ იხმარა ტერმინი ასე გაფუჭებული შემდგომში ფაშისტების მიერ იუბერკინჩი, ანუ ზე ადამიანი, ზე კაცი. ალუდა ქეთელაური არის ზე კაცი. მე ციხეში ნაჯდომი კაცი ვარ, ჩემი რუსი მეგობრები მთხოვდნენ ხოლმე რაღაცა წამეკითხათ, ჩვენ ვკითხულობდით ერთმანეთში ლექციებს, როგორც ასეთ საშუალება არ იყო, ასე ჩუმად დავდიოდით და ლაპარაკობდით, სიარულში შეიძლებოდა ლაპარაკი და დიდი ჯგუფი 10 კაცი, 12 კაცი დადიოდა და ვიხილავდით ასეთ საკითხებსაც და როცა მე ვიკითხე ალუდა ქეთელაურზე ვაპირებ საუბარს და ვინმე მიცის მეთქი академикосმა ვადიმ იანკოვმა მითხრა, кто живо не знает алуда ქეთელაური, первый диссидент. ალუდა ქეთელაური რუსულ განათლებულ სამყაროში აღქმული იყო როგორც პირველი დისიდენტი. ეს შეცდომა ალუდა ქეთელაური დისიდენტი არ არის. ალუდა ქეთელაური ზე კაცი, ესა ის, რაც ჩვენ ყველამ უნდა ვქნათ. ჩვენ ყველანი დავიბადეთ, მე მაგალითად 1953 წლის 23 ოქტომბერს, მაგრამ ჩემთვის ჯერ არ დადგა ის დღე, როდესაც მე გავიგე ისთვის დავიბადე. ალუდა ქეთელაურიც დაიბადა დავის დროზე, ალბათ ოქტომბერში ისიც, რაღაც ღრიანკალის ხასიათი აქვს, ან ნოემბერში, მაგრამ დადგა ის დღე, როდესაც გაირკვა ისთვის დაიბადა. დაიბადა იმისთვის, რომ ეთქვა, მტრობა არ არსებობს. ეხლა პატარა დეტალი. სკოლაში ხო ამას ძალიან არასწორად ასწავლიან, სულ ამბობენ თემი და პიროვნება და ვინა მართალი პიროვნებაა თემი. რა სისულელეა თემი პიროვნება. თქვენ გონიათ რომ ალუდა ქეთელაური თემის მტერია და ის ამბობს რომ მტრობა არ არსებობს და როგორ შეიძლება თემის მტერი იყოს. ის ამბობს რომ მტრობა არ არის. ამიტომ როდესაც ცოლმა და დედამ დააწყევლეს ხებსურები, ალუდა ქეთელაურმა თქვა, დიაცნო, ნუ ხართ ყბედა და თემს ნუს წყევთ. ალუდა ქეთელაურმა თქვა, რომ თემიც მართალია. და მივადექით ყველაზე რთულ საკითხს, დაჯერება არ უნდა არც ერთ რელიგიას, მაგრამ ხო გითხარით, ვაჟა-ფშაველამ გაარღვია რელიგიის საზღვრები. გავიდა უფრო გაღმა, უფრო შორს. სადღაც იქ, სადაც ფუტურუმში არ ვიცი რომ საუკუნეში იქნება ეს აზროვნება საზოგადოა, შეიძლება არც რასოება. საიდანაც მან თქვა, რომ რელიგიური აზრი ერთ ჭეშმარიტებას ცდარია. არსებობს სულ ცოტა ორი, ანუ მრავალი ჭეშმარიტება. მართალი არის ალუდა, მართალი არის თემი. თემის წყევლა არ შეიძლება. იმიტომ რომ თემი ისეთივე სუბიექტია მოქმედებაში, როგორც ალუდა. ისიც ისეთივე საყვარელია, ისიც ისეთი მოყვასია. არ არსებობს გიყვარდეს მტერი შენი, არსებობს უბრალოდ გიყვარდეს. იმიტომ მტერი არ არსებობს. ესაა ვაჟა-ფშაველა. მე არ ვიცი ჩვენ როდის მივალთ მაგ. ყოველ შემთხვევაში მე როცა ავდივარ თაცმინდაზე და უახლოვდები იმ პატარა ქვას, რომელთა ჩვენ გამოვხატეთ მიზნამი რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება, მოგონი სწორად გამოვხატეთ. ამას სულ ხედავ ამ ქვის შინაარს, არა მის ქვობაში და არა მის ბუნებრიობაში, არა იმაში, რომ ბუნების ავტორი, არამედ პატარა რაღაცაში, რომელსაც ქვია პოემა ალუდა ქეთელაური, 600 სტრიქონი, 6 თავი, 6 გასროლა, 3 და დაბადებული ზე ადამიანი. სულ ყველას გისურვებთ ცხოვრებაში ამ ბედნიერ წამს, როდესაც თქვენ დაინახავთ, თქვენ სულ ამბობთ, რომ აი ეს იმას გაუმართლა, მე არ გამიმართლა, ჩემ ცხოვრებაში ისე იყო და უნდა იცოდეთ, ყველა თქვენგანისთვის მოცლილი არის ერთი მუცალი. ყველას გვყავს
ჩვენი მუცალი, რომელიც გვესვრის და ვერ გვკლავს, ამით გვაძლიერებს და ჩვენ ვკლავთ და ვიბადებით. იმიტომ რომ ის ამ თოფს გადმოგვიგდებს. და ის თოფი, რომელმაც ვერ მოკლა, კიდევ ერთხელ გაისვლის ამჟამად ჩვენი ამაღლების, ჩვენი ზეკაცობის, განხდობის, თეოზისის, რა ტერმინიც გინდათ იხმარეთ, ანუ ჩვენი მიხვედრის საპატივსაცემად. ეხლა რომ მე ცოტა უფრო სერიოზული კაცი ყოფილიყავი, აი ამ მომენტში ჯიბიდან იარაღს უნდა ვაძრობდე და უნდა ვისროდე, ვინაიდან სწორედ ის წამია, როდესაც მე თქვენმა მუცალმა გარკვეული გაგებით გესროლეთ ის თოფი, იმიტომ რომ იდეაში ჩვენ მტრები ვართ ამ საზოგადოებისგან, და ისინი გვიგრძალავენ არამტრობაზე ლაპარაკს. ჩვენი საზოგადოება გაჟღენთილია მტრობით და მე როგორც ამ საზოგადოების შემადგენელი ნაწილი, ასევე გაჟღენთილი ვარ ამ მტრობით და თუ დამისვამ შეკითხვებს იმ სფეროდან, სადაც ეს მტრობა მიმდინარეობს, ყველაზე უფრო ბნელი და გველური ენით დავახასიათებ მტრებს, როგორც საჭირო მათ შორის შინაურებს გარკვეულ დაშენს. მე მინდა გითხრათ, რომ საინტერესო გარემოშია ეს თითქმის იუპიტერების სინათლეში მე თქვენ ახლა ვეღარ გხედავთ, მაგრამ აშკარად ვხედავ იმას, რაც ჩვენს თავზეა. ჩვენ ახლა ნამდვილად დაგყურებს სულ ცოტა პატარა სული, ან როგორც აკაკი ამბობდა, სულიკო ალუდა ქეთელაურისა. ვაჟა-ფშაველა გაიმარჯვა იმ უთანასწორო ბრძოლაში, რომელშიც მას აკაკის სახელით მთელი საქართველო და მთელი კაცობრიობა დაეტაკა მტრობის დროში და ვაჟა-ფშაველამ ამ ბრძოლაში გაიმარჯვა, იმიტომ რომ მას ყავს სულ ცოტა 1, 2, 5, 10, 50, 100 ადებტი. და დადგება დრო, როდესაც სოფლიოში ალუდისტები ბლომად გაჩნდებიან. ჩვენ თავარი ამოცანა სოფლიოს გავაგებინოთ, რომ ეგეთი რაღაცა წერია ჩვენს ნაწარმოებში, იმიტომ არავინ არ იცის. ჩვენ სულ უყვებით, რითი ვართ მაგარია, ჭაჭის იმით, კოშკით და რა ვიცი, ბევრი რამის მოფიქრება შეგვიძლია და აგერ ალუდა ქეთელაური გვაქვს ხალხო. არავის, არაფერი მსგავსი არ დაუწერია. თომას მანი თავის ერთ გენიალურ ნაწერს, როცა ჯერ კიდევ კლასიკურად წერდა, მიუახლოვდა ამ იდეას. მაგრამ დასცინა, იმიტომ არ იყო დრო ჯერ კიდევ, მისთვის ჯერ კიდევ არ იყო დრო. და ამიტომ ლოდოვიკო სეტემბრინი, რომელიც ახლოსაა ვაჟა-ფშაველასთან და კარდუჩი, რომელიც ახლოს იყო ვაჟა-ფშაველასთან, მაინც ირონიით გადის და მაინც ასე ვთქვათ, თუ ვინმე ფილმი გინახავთ, გეცოდინებათ, რომ საერთოდ ტიპაჟიც კი ისეთი შეარჩიეს, იტალიელი არასერიოზ. ვაჟა-ფშაველას რო გერმანელები გაუგებდნენ, ჩვენ ეს იქიდან ვიცით, რომ ვაჟა-ფშაველას დიდი მოსწავლე და მისი დიდი ხურვალე პატრიოტი მოყვარული გრიგორო ბაქიძე ერთი მომენტი ნობელის პრემიაზეც კი იყო წარდგენილი სწორედ ვაჟა-ფშაველური იდეოლოგიის გამო. მერე სამწუხაროდ ამას სხვა კუდები გამოება და სხვა ამბები მოხდა. ნობელის პრემია ჩვენ წინ გვაქვს, ვისაც ეკუთვნოდა იმ კაცზე მე გელაპარაკეთ, მე-20 საუკუნეში 15 წელი იცოცხლა, მაგრამ ჩვენ არასოდეს არ ჰქონდა იმის უნარი, რომ სოფლიოსთვის გვეთქვა რა განძის პატრონი ვარ, ჩვენ ვართ ხალხი, ვინც არ იცის რუსთაველის ბიოგრაფია, 1, ვინც 50 რჩეულში არ შეიყვანა ბარათაშვილი, 2, ვინც დახვდა და ტყვია გაუქანა ილია ჭავჭავაძეს, 3, ვინც ილია ჭავჭავაძის მკვლელები უმრავლესობით მოიყვანა პირველ პარლამენტში 4 და ვინც დღესაც მისტირისმად 5 და ასე შემდეგ. მე მინდა გითხრათ, რომ არაფერი გასაოცარი არ მოხდა საქართველოში, გარდა ერთისა. რაღაცა მუდმივად გვაბრუნებს ვაჟა-ფშაველასთან. არის რაღაცა კოლოსალური სურვილი, რომ ვიყვარდეს ეს კაცი. არის მისი მიწაზე ჩამოყვანის მცდელობა, აი ამიტომ მიყვარს, იმიტომ მიყვარს. მაგრამ გიყვარს თუ არ გიყვარს, ბოლოს ალუდა ქეთელაურს წაიკითხა. გაიგებ, არ გაიგებ, მნიშვნელობა არ აქვს. როგორც უნდა დაგვიმახინჯონ, იქ წერია სიმართლე. ვისაც მტერობა მასხურდეს. ეს არის მთავარი მესიჯი. საერთოდ ქართველი ხალხიც იმისთვის დაიბადა, ჩემი აზრით, რომ აი ესე თქვა სოფლიოსთვის, რომ მტრობა არ არის. ცხონებულმა ზვიად გამსახურდია ეს წარმოიდგინა ასე, რომ ჩვენ სოფლიოს ზნეობა უნდა ვასწავლოთ, რომ ჩვენ გვაქვს სულიერი მისია. მე არ ვიცი ჩვენ როგორ და მე რა ჩავიდინეთ ჩვენ მისი მონაწილეობითაც არ გავდა იმას, რომ ვინმეს რამე უნდა ვასწავლოთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს სოფლიოსთვის საჩუქარი. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, როცა ქართული ლიტერატურის ისტორია დაიწერა უცხო ენაზე,
ყველაზე გამორჩეული ადგილი ინგლისელმა მკვლევარებმა ვაჟა-ფშაველას მიუძღნეს რუსთაველის შემდეგ და გასაკვირია აქ არაფერი არ არის. მე ვთვლი რომ ჩვენ 3 ან 4 დიდი გენიოსის ქვეყანა ვართ, თუმცა თვლით ყოველთვის შვიდობით ვიტყვით, მაგრამ ეს ის შემთხვევა ძველ საბჭოთა დროში რამეს რო იყიდი და ლატარიას რომ მოაყოლებდნენ ხურდის ამბავში. იმიტომ რომ 7 გენიოსი პოეტი ჩვენ არ ყავს, რა თქმა უნდა, მაგრამ 4 ყავს. და ვაჟა-ფშაველა ერთი მათგანია რუსთაველთან, ბარათაშვილთან და გალაქტიონთან ერთად. ჩემთვის ასეა, ყველას თავისი ერთი ფეხბურთელი კაცი იყო იქა და გუნხურვალეთ ამტკიცებდა, რომ ვეფხისტყაოსანს ჯობია სხვა ნაწარმოები. არაფერი არ მაქვს სადაო, ყველას თავისი თვალი აქვს. დიდ მადლობას მოგახსენებ, მზად ვარ შეკითხვებისთვის, დაკითხვისთვისაც კი და თუ რამე დავაშავე პატიებისთვისაც კი. მე მიჩნევა ხოლმე პროტესტი, როდესაც ვაჟა-ფშაველას კითხულობენ ხოლმე დიდი პათოსით, ეს ცნობილ მსახიობებს ჩვევიათ ხოლმე და თქვენი პოზიცია მაინტერესებს, რომ ზოგადად პოეზიას რამდენად სჭირდება ესე სახალხოდ და ესე პათოსით წაკითხვა და ვაჟა-ფშაველას რამდენად სჭირდება სახალხოდ და პათოსით წაკითხვა. ხო. მე და თქვენ სულიერი ნაცნობი ვართ მაგ პროტესტში. მაგრამ ვინაიდან მე მაქვს დიდი ეჭვი, რომ ზოგიერთისთვის, რომელიც 2500 კაციან დარბაზში ზის, შეიძლება პირველად გაისმის საერთოდ ეს ტექსტი, ამიტომ მე არ ვეწინააღმდეგებოდი პოეტების კითხვას ჩვენი საყვარელი მსახიობებისგან. მე არ მგონია, რომ ეს ყველაზე დიდი ცოდვა, თუმცა ლირიკის შემთხვევაში გაუგებარია ახლა. როგორ უნდა წაიკითხო ლექსი თოვლი საჯაროდ, მაგალითად. ხო, დაახლოებით არის სტრიპტიზი მოაწყო სულიერი, რა თქმა უნდა. როგორ უნდა წაიკითხო საჯაროდ, ან როგორ უნდა გააკეთო ფილმი. ხო, იცით, ხელოვნება ძალიან იოლად გამოწმებს. აი, მაგალითად, პოლიტიკა შეიძლება ყველგან, ყველა ხელოვნებაში, ოპერაშიც კი, მაგრამ ბალეტში არ შეიძლება. ლენინი და კრუპსკაია ბალეტში წარმოუდგენელია. წარმოუდგენელი რატომღაც. არ ვიცი, რატომ მოხდა ასე. კინოში შეიძლება, ოპერაში შეიძლება არის პოლიტიკური ოპერები. არ ვარ გამართალია, მაგრამ არის. ხო და უბრალო ამბავი, რომ აი ახალგაზრდა გოგოა კვდება და რაცოდოა და რა ხდება გენიალური ტრავიატას საფუძველი. ნუ, საკმაოდ კარგი რომანის და შემდეგ გენიალური ოპერის. ამიტომ, რა თქმა უნდა, უკეთესია, რომ ადამიანს კონდეს მიმართება მე და ის და არა ჩვენ და პოეზია. პოეზიას უჭირს ძალიან მასებში. მაგრამ ასეთი რამ არსებობს სოფლიოში. მაგალითად, თქვენთვის კარგად ცნობილი ამერიკელი თანამედროვე მწერალი პალანიკი თავის რომანებს კითხულობს საჯაროდ. ნუ მე იქ სასწრაფო დახმარების მანქანები 911 არის მობილიზებული და მასობრივად გაყავთ ხალხი, განსაკუთრებით მე-17 ნაწლავს რო ამოაღებს და ნუ კარგად აღწევს, ასე ვთქვათ, ნატურალისტი ავტორი გახლავთ, მოგესწრება. მე ვიცი, რომ საქართველოში არის ინიციატივა ვეფხისტყაოსნის კითხვის და მივესალმები. და საერთოდ კითხვას მივესალმებით უნდა საჯაროდ, უბრალოდ არ მესმის პოეზია, როგორ უნდა გაიგოს, სათუთი ლექსი, თოვლი, როგორ შეიძლება მჭექარე ხმით 2500 კაცს წაუკითხვა, 100,000-იან სტადიონს უთხრა, ეს ძალიან გაუგებარია, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით. ცნობილი ანეკდოტია ასეთი, სეროჟა შევიდა ოტელოზე, ნახა ოტელო და აღფრთოვანდა და თქვა შემდეგი სიტყვები: საღოლ შექსპირ, მიაჟიდავ. ანუ შეიძლება ვიღაცა შევიდეს და ოტელო წაკითხული არ აქვს და ახლა გაიგოს, რომ როგორი ამბავი ყოფილა, რომ აი არასწორად იეჭვიანა და სხვა. თუ ესეთი რამა, კი ბატონო, მივესალმები, რომ ამ ფორმით მაინც ეზიაროს. ამასთან დაკავშირებით ერთ საყვედური მინდა უთხრა ჩემს სტუდენტებს. ერთმა ორმა სტუდენტმა ანონიმურად, რა თქმა უნდა, დამიწერა შეფასებაში, როცა შეაფასეთ ჩემი მოღვაწეობა, რომ მის ლექციებშიო ხშირი არის სპოილერებიო. ანუ იგი წინასწარყვება თუ როგორ მთავრდება ნაწარმოები და ამის მე ჩვენ წაკითხვა გვეზარებაო. ანუ მე ისე წამიკითხავს ანა კარინინა, რომ ვერ დავმალე ლექციაზე, რომ ანა კარინინამ თავი მოიკლა. აი ახლა ვემზადები აი მთელი სულით და გულით.
რომ ამ სახელგანთქმულ სასწავლებელში ისე მომზადებული მივიდე, რომ ანა კარინინა რამენაერად კითხვის ნიშნის ქვეშ დავტოვო, მატარებელთან მივიყვან და მერე ვნახოთ. მერე კი ვნახოთ, ვეთქვი. ასე რომ მართალი ბრძანდებით, მაგრამ ამავე დროს გულშემატკივრობთ კითხვას. თავისთავად მაინც ეს გასაჯაროებაა და ბევრისთვის ხდება ძვირფასი რაღაცა და შეიძლება იმით გახდა ძვირფასი, რომ ომახიანათი თქვა. ხო? რა ვიცი, აბა, ხო გითხარით, როცა ხელოვნების ენაზე, სხვა ხელოვნების ენაზე გადაიტანეს ალუდა ქეთელაური, ისეთ სისულელე გამოვიდა, რომ რა ვიცი, არაფერი არ გამოვიდა. სამწუხაროდ. გამოვიდა, რომ თავარი არის, როგორ ესროლა იმან და როგორ ესროლა ამან და იცით, აი ვერ მაჩვენეს ის მომენტი, რომ თოფი არ უნდა ატირდა როგორც ქალიო, ვერც კი გადაიღეს, ეს შეუძლებელია თქვა. ღმერთის დაბადება თუ ზეკაცის დაბადება გადაიღო ალბათ ძნელია. ვაჟა-ფშაველამაც ხო გითხარით, სიტყვებით არ აღწერა. პირდაპირ თქვა, რომ დაიბადაო. კი არ თქვა მის სულში რა მოხდა და როგორ წამოიწია და აი მაშინ მიხვდა და ისა. თომას მანი 500 გვერდი გამზადებს იმისთვის, რომ მიგახვედროს, რომ ბავშვობაში რომ ბიჭი მოგწონდა, აი იმ ბიჭის თვალები აი ამ ქალსა აქვს და ეს ქალი გიყვარდა შენ ბავშვობიდან. რომ შეცდომაში იყავი შეყვანილი. 500 გვერდი მოანდომა ამას, ხანდახან მეტიც გააჩნია როგორ ფორმატის ნაბეჭდი და მე მისი მესმის. ვაჟა-ფშაველა ძალიან დაუნდობლად მოგვექცა. სულ 600 სტრიქონი დაწერა თავარი მესიჯისთვის. ჩვენი ნაციონალური თავარი მესიჯის, რომ მტრობა საერთოდ არ არსებობს. თქვენ რო თქვით, რომ ორჯერ იბადება, ერთხელ ჩვეულებრივად ვიბადებით ფიზიკურად და მეორედ როცა ხვდები, რატო იბადები. ეს პროცესი, ანუ როცა ხვდება გმირი, რატო იბადება, ვთქვათ ლიტერატურაში სხვაგან რა პროცესია, რა ხდება მაგ დროს, ანუ სულ კატასტროფასთან არის ასოცირებული და ვთქვათ მე თავისი ეგო და სოციალური ცხოვრება უკვდება, რაც მანამდე ქონდა, თუ რა ემართება მე ადამიანს, ანუ მეორე დაბადების მერე. მეორე დაბადებისას ადამიანი ხდება უფრო მეტი ვიდრე ადამიანი. ჩვენ განვითარდით ჩვენი წინამავალი ბიოლოგიური სახეობიდან. იმედია, აქ არავინაა ისეთი, ვისაც ეჭვიში აქვს ევოლუციურ თეორიაში. თუმცა, რა თქმა უნდა, არც არავინაა ისეთი გულუბრყვილო, რომ ეგონოს, რომ ჩვენი წინაპარს პირადად ვიცნობთ. ახლა კერძოდ ჩვენ არ ვიცით ჩვენი წინაპარი რომელი იყო. დღეს რომელიც არსებობს, არც ერთი მათგანი ჩვენი უშუალო წინაპარი არ არის. მაგრამ ევოლუცია ნამდვილად დადასტურებული ფაქტია. ჩვენსა და ჩვენს ბიძაშვილს მაიმუნს შორის არსებობდა კიდევ მაიმუნ ადამიანი და ხის ადამიანი, ხის მაიმუნი და სხვა. ანუ ჩვენ ყავდა წინაპარი, რომელიც ძალიან გავდა პრიმატს. მაგრამ ჩვენ იმაზე წინ წავედით. და აქ დამთავრდა ჩვენი განვითარება. მაგრამ წარმოუდგენელია, რომ ევოლუციური პროცესი ოდესმე გაჩერდეს, ისე როგორც დრო ვერ ჩერდება. ადამიანი თავისი არსებობით ამას ამტკიცებს, რომ დრო გაჩერდა, ევოლუცია გაჩერდა. მაშინ როდესაც არ გაჩერებულა, წამომყევით ათენში, მე მინდოდა რამდენიმე ახალგაზრდა წამეყვანა, მაგრამ კიდე მოახერხეთ. სანტიმეტრით შევიარაღდებით და ფეხის ზომას გაუზომავთ ღმერთებს და ადამიანებს. კანდაკებებს გულისხმობ. და თქვენ დაინახავთ, რომ ფეხის თითების სიგრძე საუკუნეთა განმავლობაში დამოკლდა, ხოლო ხელის თითების სიგრძე იმატა, გაიზარდა. წამოვყევით ჩვენს მუზეუმში. ნახეთ ხმლები და ვაჟკაცებმა სცადეთ ხელში აღება, ვერ აიღებთ. თქვენი ხელი ვადაში ვერ ჩაეტევა. ეს პატარა ხელისთვის არის. სერიოზული მომენტი არის, რომ ევოლუციაში ნიცშემ შემოიტანას ნეობრივი ნაწილი. ხო, რა თქმა უნდა, თითები კიდევ უფრო დაგრძელდება, იმიტომ ხო ხედავთ არა რა აპარატებს ხმარობთ. მაგრამ თითები უკვე სქელია ხედავთ არა? სქელია იმისთვის, რომ ნორმალური სიდიდის და ამიტომ არსებობს აი ესეთი მოწყობილობა. აი უყურეთ, მოწყობილობა. ჩვეულებრივი კალამია აქეთ ამ მხრიდან. აქედან არის მოწყობილობა. ანუ თითის შემადგენელი თითია, რომელსაც დავაჭერთ iPad-ზე, iPod-ზე, iPhone-ზე და თითის მაგირობას გაწევს, თუ თითი ზედმეტად სქელია. გასაგებია რა, მომავლისთვის ეს ამ თითს რა მოუვა. ის დავიწროვდება. ეს აუცილებლად მოხდება, რახან სიგრძეში გაიზარდა, ახლა დავიწროვდება კიდევაც. იმიტომ ასე ჭირდება.
სოფლიო ლიტერატურას თუ გადავავლებ თვალს, რომელი ნაწარმოებებიდან, ანუ რომელი წერლებიდან გავაკეთებთ პარალელს ალუდა ქეთელაურის უფრო მეტად, ანუ რომ ჩამოვთვალოთ ან მიუახლოვოთ მაინც რომელ წერლებთან შეგვიძლია. უპირველეს ყოვლისა ესაა ფაუსტი. რა თქმა უნდა, საერთოდ ვაჟობშევილა ფაუსტური ავტორია. ესაა გერმანულ ლიტერატურაში ფაუსტი, ეს არის თომას მანი, განსაკუთრებით ისეთი უბრალო პიროვნებების აღზევებაზე როცა წერს. ესაა საერთოდ სოფლიო სტილი, ასე ვთქვათ, და თქვენ წარმოიდგინეთ ბიოგრაფიული რომანების ნაწილიც კი, რომლებიც გვაჩვენებენ, რომ ადამიანს აქვს უნარი ბედისწერა დაამარცხოს. თავარი ევროპული იდეა. თქვენ იცით მაგალითად, რომ თუ დედის სითბო გაკლია, თუ მამა გცემს, ან არ გყავს, მამინაცვალი გცემს, თუ 10 წლიდან გაშრომებენ და სხვა, შენგან უნდა დადგეს კრიმინალი. ნებისმიერი ფსიქოლოგი აგიხსნით რატომ და როგორ მოხდება ეს. ხოლო დევიდ კოპერფილდი არ გახდა კრიმინალი. ან მე იმის თქმა მინდა, რომ ლიტერატურაში ეს ხაზი სასწაულისა, რომელიც მოხდება, როდესაც ადამიანი ჭეშმარიტებას წააწყდება, არსებობს. განსაკუთრებით ესაა ფაუსტი. განსაკუთრებით ყველა ფაუსტური ნაწარმოები, მაგრამ მე ვაჟაბშაველას პარალელებს პოულობ ისეთ მოულოდნელ ადგილებში, როგორიც არის მაგალითად ბორხესი. რომელთანაც ერთხელ კითხულობ, ვერ ხვდები, რაღაცა მაგარია. მეორეჯერ კითხულობ, ხვდები შინაარს. იქ რო თქვა რომ შევალო, იქ თურმე იმიტომ შევარო ის ამბავია. მესამეჯერ ხვდები დაცინვას. შენ პირველ მეორეჯერ, ხოლო მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, 7, 10, 12 ფენა აქვს. ეს როგორ არის, იცით, ძველ ტრაგედიებში ჰომეროსთან მაგალითად. ან მის შემდეგ ფარი შედგება 8 ლისგან, სპილენძისგან და 9 პირი ტყავისგან. და შუბი რო გამოექანება, ის რამდენ პირ ტყავს გახევს, ამას მნიშვნელობა აქვს. და ხო წარმოიდგინეთ, 8-საც რო გახევს და გულში რომ მოხდება, რამდენი ნასროლი უნდა იყოს. ზუსტად ასე ვაჟაბშაველას პოემები ყველა, აი ეს პირებია, ბევრი პირი არის, რომლის ბოლოში ეს 8 არის ფაუსტური იდეა. ფაუსტური იდეა იმაზე, რომ ადამიანი, იცით, პოლ ვალერი მეს თქვა ასე. თუ კაცს ერთხელაც არ უცდია ღმერთებს დამსგავსებოდა, ის ნაკლებია ვიდრე კაცი. ის კაციც არა. შენ თუ არ ერთხელაც ვერ გაბედავდა, არ იტყვი რომ ასა თქვენ ამბობ, ყველაფერი სისულე აი მე ასე ვხედავ, მაშინ ნაკლები ხარ ვიდრე ხარ. არავინ არ ხარ. ამაღლდე ახდე მაგარი სოფლიო ლიტერატურაში. თქვენს გერმანელებმა განსაკუთრებული სიახლოვე ვაჟაბშაველას აქვს ნიჩესთან, მის იდეასთან, ზეკაცისა. იმანაც დახატა პირველი ზეკაცი, ამანაც დახატა პირველი ზეკაცი. იმას არასწორად გაუგეზდა მისმა დამ ჰიტლერს ჩაახუტა და ჰიტლერი მრავალჯერ ჩავიდა მუზეუმში და ჰინდენბურგი რომ მოკვდა 3 წიგნი ჩაატყოლეს აკლდამაში და ლუთერის სახარების გარდა და მაინ კამფის გარდა მესამე წიგნი იყო ზარათუსტრა, ანუ ნიჩეც ფაშისტებში გადიოდა ლუთერთან ერთად, რაც ტყუილია. ხოლო საქართველოში ვაჟაბშაველას ყავდა მემკვიდრეები, რომელთაც მისი სხვა იპოსტასები დაინახეს და ალუდა ქეთელაური ვერა. მე ვგულისხმობ ცისფერყანწელებს, მადლობა მათ, იმიტომ რომ მათ ძალიან მაღლა აწიეს ვაჟაბშაველას სახელი, ქართველები ასე ვერ გაიგებდნენ დიდხანს, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ მივიდა ალუდამდე. ისინი ძირითადად მაშინ შექსპირულ ვნებებს ხატავდნენ, ანუ მოწინააღმდეგებს შორის სიყვარული, რომ რაც მტრობას დაუქცევია, სიყვარულს უშენებია, ვაჟაბშაველა არის ამის მიღმა. ის ამბობს, რომ მტრობა არ არსებობს, ამიტომ სიყვარული აშენებს მარტო, მტრობა ვერაფერს ვერ აქცევს. სხვა ჩვენს ვეფხისტყაოსანში არის ამაზე მინიშნება, მაგრამ ეს ძალიან შორს წაგვიყვანდა. ასე რომ სოფლიო ლიტერატურაში ეს არის ძირითადად გერმანული ფაუსტური ლიტერატურა და ყველაფერი, რაც მომდინარეობს ნიჩესგან, მათ შორის თომას მანი, რა თქმა უნდა. განსაკუთრებით ლევერკიუნი, გასაგებია. ვაჟაბშაველაც დაიბადა, ეს ტრაგედია დაიბადა მუსიკიდან. ჩვენ რო ქართული ლიტერატურა არ ქონოდა დაბადებული ადრე, ვაჟაბშაველას დროს იგი ხელახლა დაიბადებოდა მითიდან. მან ასე გააკეთა. ისე იქცეოდა, ვითომ მანამდე ლიტერატურა არ იყო. ესეც სასაყვედურო აღმოჩნდა და ამაზეც მიიღო საყვედური სხვა შორის იმავე ლექსში.